საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2024 წლის ანგარიში. მოხსენებელი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ლექვინაძე. ისმენთ ბატონო. მოგესალმებით ბატონო შოთა, მოგესალმები ალბათ პარლამენტის წევრებს. წარმოგიდგენთ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს 2024 წლის ანგარიშს. მე შევეცდები მოკლე ვიყო ჩემს მოხსენებაში და ძირითად საკითხებზე გავაკეთო აქცენტირება და შეკითხვების შემთხვევაში მზად ვარ ჩვენი გუნდი აქ არის წარმოდგენილი და ნებისმიერ საკითხი შეგვიძლია უფრო ცირმოსევლად შევიდეთ. გარდა ამისა, რადგანაც უკვე 2025 წლის 6 თვეა გასული, თქვენის ნებართვით იმ მიმდინარე სიახლეებსაც შევიტანავ ჩვენი მოკვლევების თუ მონიტორინგების ნაწილში, რომელიც ამ წლის განმავლობაში იქნა ამ პერიოდის განმავლობაში იქნა დაფიქსირებული. ჩვენ ესე იგი სააგენტო შექმნილია 2014 წელს კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე. ამჟამად სააგენტო აღასრულებს 4 ძირითად კანონს. პირველი ეს არის კონკურენციის შესახებ კანონი, რომელიც 2020 წელს გაუმჯობესდა, ასევე არის ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რომელიც 2021 წლიდან არის ძალაში და ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წელს იქნა მიღებული და ნოემბრიდან ამავე წლის იქნა აღნიშნული სააგენტო აღნიშნული მიმართულებით აღსრულებლად გათვალისწინებული. გარდა ამისა, 2024 წლიდან შევიდა ძალაში ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი, რომელიც არის ერთგვარი შემოსავალი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობით, ასევე ჩვენ საქმიანობაში აქტიურად ვიყენებთ ტურიზმის შესახებ კანონს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში. შემდეგ სლაიდი უბრალოდ მინდა გაჩვენოთ, ეს არის ჩვენი სტრუქტურა, რა სტრუქტურითაც ამ დროისთვის მოქმედებთ. დაახლოებით 3 ძირითადი მიმართულება გვაქვს, როგორც უკვე აღნიშნე, ეს არის ანტიდემპინგური მიმართულება, კონკურენციის მიმართულება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულება. შესაბამისად, დეპარტამენტებიც ამ მიმართულებით არის ჩამოყალიბებული. მე მადლობა მინდა გადაუხადო კომიტეტს, რომელთანაც ერთად ჩვენ ბატონ შოთასთან ერთად წლის დასაწყისში აქტიურად ვიმუშავეთ და 2002 წელს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილება, რომელიც გულისხმობდა დამატებით საბჭოს შემოტანას და ერთგვარი ბიუროკრატიული და ხარჯიანი ინსტიტუტი იყო. ეს ინსტიტუტი აბსოლუტურად აღნიშნული სტრუქტურის გათვალისწინებას და აღნიშნული სტრუქტურის ეფექტურობით იქნა, ასე რომ ვთქვათ, შეფასებული და ასე რომ ვთქვათ, ეს საბჭოს შემოტანის საკითხი იქნა კანონმდებლობიდან ამოღებული და მინდა მადლობა გადაუხადო კომიტეტს ამ მიმართულებით აქტიური მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის. აქ არის ძირითადი პარამეტრები მოცემული ჩვენი მიმართულებით, თუ რამდენი თანამშრომელი გვყავს, თუ როგორია გენდერული სტრუქტურა, როგორია ბიუჯეტი ჩვენი სააგენტოსი და რა მიმართულებებით ძირითადად ვამუშაობთ აღნიშნული მიმართულებით. გენდერული ბალანსი არის ქალბატონების სასარგებლოდ, დაახლოებით 63% ქალბატონი მუშაობს ჩვენთან დეპარტამენტებში და ეს მიუთითებს, რომ ჩვენს უწყებაში ძალიან აქტიურად არიან, განსაკუთრებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში. კი ბატონო, მნიშვნელოვანია ეს ამბავი. შემდეგ სლაიდი მინდა წარმოგიდგინოთ მოკლედ სტრატეგიული დოკუმენტაცია, რითაც მოქმედებთ. ორი მთავარი მიმართულებით გვაქვს, ეს არის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია, რომელიც მთლიანად ორგანიზაციის განვითარებას ეხება 25-27 წლებში და გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული გასულ წელს პირველი ეროვნული სტრატეგია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სადაც 6 მარეგულირებელი უწყება ვართ გაერთიანებული, რომელიც საქართველოში პასუხისმგებლები არიან მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ეს ჩვენს ეფექტურობას კიდევ უფრო მეტად ზრდის, გამომდინარე იქიდან, რომ მოგეხსენებათ კანონმდებლობა ჩვენთან არის დერეგულირებული, რამდენიმე უწყებას შორის არის განაწილებული როგორც კონკურენცია, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვა და აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტები ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ერთიანი პრინციპებით, ერთიანი მიდგომებით ვიმოქმედოთ კონკურენციის განვითარების მიმართულებით. თქვენის ნებართვით მე შედარებით მნიშვნელოვან საკითხებზე არ შევჩერდები და გადავალ უფრო შინაარსობრივ საკითხებზე. დავიწყებ კონკურენციის მიმართულებით. მოგეხსენებათ კონკურენციის სახსრულების მიმართულებით ჩვენ რამდენიმე აქტივობას ვახორციელებთ. პირველი ეს არის საქმეების მოკვლევა, როდესაც კონკრეტული ეკონომიკური აგენტის ბიზნესის ან მომხმარებლის საფუძველზე ვიწყებთ საქმის წარმოებას და ასე ვთქვათ ეკონომიკურ გამოძიებას კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით. მეორე ეს არის ბაზრის მონიტორინგი, როდესაც ჩვენ ვაფასებთ მთლიანად ბაზარს და დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს მომართვა ან
გონიური ლეჭვი იმისა, რომ ამ ბაზარზე შეიძლება იყოს მცირე მოთამაშე, ან იყოს გარკვეული კოორდინაცია და ფასები არ იყოს შესაბამისი იმ საბაზრო პირობებთან, რასაბაზრო პირობებიც არსებობს და მესამე მიმართულება ეს არის ბიზნეს გაერთიანებები, ანუ საქართველოში მომხდარი ეგრეთ წოდებული ბიზნეს მერჯერები სხვადასხვა სექტორებში, რომელიც ექვემდებარება ჩვენთან სავალდებულო შეტყობინებას და ჩვენ ვაფასებთ აღნიშნული გაერთიანებების კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. თქვენს ნებართვით დავიწყებ მოკვლევებით. ჩვენ გასულ წელს ორი მოკვლევა დავასრულეთ. პირველი ეხებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს, ეს ეხებოდა საკვების სოდის ბაზარზე, როდესაც ერთმა ეკონომიკურმა აგენტმა შემოიტანა საჩივარი მის სავაჭრო ნიშნის შესაბამის არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით, ანუ სავაჭრო ნიშანი კონკურენტის ძალიან გავდა მომჩივანი კომპანიის სავაჭრო ნიშანს, შესაბამისად მას ადგებოდა ზიანი, როგორც მან განაცხადა. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ აღნიშნული მოკვლევა, ეს არის ჩვენი კანონის მე-11 მუხლი და ჩვენი გადაწყვეტილებით დარღვევა იქნა დადგენილი ბრუნვიდან გამომდინარე, დამღები კომპანია დაჯარიმდა დაახლოებით 15,000 ლარით, ეს არ არის დიდი მოცულობა, მაგრამ ბრუნვაც არ ქონდა შესაბამისი. ბატონო, ეს იყო საკვების სოდის მიწოდების ბაზარი, სადაც ორი კონკურენტი კომპანია სავაჭრო ნიშნის მსგავსების გამო დაობდნენ ერთმანეთთან. სასამართლოც იყო უკვე მიმდინარე წელს აღნიშნულთან დაკავშირებით და პირველი ინსტანცია ჩვენს მიერ იქნა მოგებული აღნიშნული მიმართულებით. მეორე თემა ეხებოდა ასევე შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, ეს ეხებოდა სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების მომსახურების სექტორს, კერძოდ ონლაინ პლატფორმაზე იყო აქცია, რომელიც კონკრეტული საბანკო პროდუქტის და კონკრეტული გადახდის სისტემის მიერ იყო ორგანიზებული. ეს განთავსებული იყო ისეთ სავაჭრო პლატფორმაზე, რომლის დამფუძნებელი არის ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი და კონკურენტ კომპანიებს ჰქონდათ პრეტენზია, რომ ეს გაკეთდა მხოლოდ მის მიერ დაფუძნებულ კომპანიებზე და არა სხვა მიმართულებით, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბაზარი ამ მხრივ არ იყო დახურული და შეთავაზება იყო გაკეთებული სხვა კონკურენტ კომპანიებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ ჩვენ დარღვევა არ დაგვიდგენია, თუმცა გავეცეთ რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მსგავს ტიპის ექსკლუზიური აქციები და ექსკლუზივები იქნება განთავსებული სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმებზე, ბაზრის მაქსიმალური მოცვით და ყველა შესაძლო ბაზრის მოთამაშესთან შეთანხმებით იყოს აღნიშნული გათვალისწინებული. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ჩვენ ერთ ძალიან საინტერესო მოკვლევა დავასრულეთ, ეს ეხებოდა რუსთავის ავტობაზრობის მიმართულებას, სადაც 2023 წელს ჩვენ მოგმართა დაახლოებით 260 ავტოიმპორტიორმა. თემა ეხებოდა რუსთავის ავტობაზრობაზე საპარკინგი ადგილების საფასურის გაზრდას, კერძოდ იზღირდა 5 ლარი და გახდა 10 და 15 ლარი. ჩვენს მიერ დაახლოებით წელიწადზე მეტი დაჭირდა აღნიშნული საკითხის მოკვლევას. რუსთავის ავტობაზრობიდან სამჯერ მოგვიხდა ამ კომპანიის დაჯარიმება ინფორმაციის მოუწოდებლობაზე და ბოლოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ამოვიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია. ჩვენ მოკვლევა მიმდინარეობდა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართულებით. ჩვენს მიერ დადგენილი იქნა, რომ რუსთავის ავტობაზრობა არის ამ მომსახურების ნაწილში დომინანტი კომპანია, იმიტომ რომ ყველა ვისაც ავტომობილის გაყიდვა უნდა შეიძლება ათავზებდეს სხვადასხვა ალტერნატიულ პლატფორმებზე, მაგრამ ძირითადად მაინც რუსთავის ავტობაზრობა ის ხაბი, სადაც ხდება ავტომობილების რეალიზაცია. ჩვენს მიერ დადგენილი იქნა ასევე, რომ აღნიშნული გაძვირება არ უკავშირდებოდა რაიმე ტიპის გაუმჯობესებას ან ინვესტირებას კომპანიის მხრიდან, ანუ ფასი გაძვირდა ორჯერ და ორჯერ უფრო მეტად, თუმცა არ მომხდარა ინვესტირება მაგალითად ავტოიმპორტიორებისთვის რაიმე სერვისის ან უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. შესაბამისად, აღნიშნული გაძვირება ჩვენს მიერ იქნა შეფასებული როგორც ჭარბი ფასი. ამ პერიოდის განმავლობაში ერთი საპარკინგი ადგილის თვითღირებულება პრაქტიკულად იგივე იყო, ან გარკვეულ შემთხვევაში შემცირდა კიდევაც და შესაბამისად ჩვენს მიერ რუსთავის ავტობაზრობა, რომელსაც მართავს ორი კომპანია, რეალურად და ის ერთი ეკონომიკური აგენტად არის ჩვენს მიერ განხილული, იქნა დაჯარიმებული, ჯარიმის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 850,000 ლარს და ჩვენ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ალბათ სასამართლოში გავაგრძელებთ აღნიშნულ დავას. ეს იყო დაახლოებით 260 ავტოიმპორტიორის საფუძველზე. ჩვენ ვაცნობთ ავტოიმპორტიორებს აღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ და გასაჩივრების ვადა გადის ივნისის ბოლოს და ჩვენ ყველაფერი გასაჩივრებული აქვთ აბსოლუტურად, რაც აქამდე მათთან დაკავშირებული საქმე ქონდა, ამიტომ დიდი ალბათობით ეგ საქმეც გასაჩივრდება და ჩვენ გადავინაცვლებთ სასამართლოში შემდგომი ჩვენს ეს არის იმ მასშტაბში და იმ სერვისების ერთობლიობით, რაც როგორც არის ავტობაზრობა წარმოდგენილი, პრაქტიკულად ის არის დომინანტი ეკონომიკური აგენტი. შეიძლება მსგავსი ტიპის ბაზრობები და მცირე ტიპის ბაზრობები საქართველოში რეალურად არსებობს, მაგრამ ამ მასშტაბის მოცულობის ერთობლიობაში სერვისს და ესე რომ ვთქვათ, ხაბი როგორც ასეთი და წვდომა გარე ბაზრებზე ავტომობილების რეალიზაციის კუთხით, აი ამ კუთხით იქნა ჩვენს მიერ ბაზარი რეალურად შეფასებული.
შემდგომი და მიმდინარე მოკვლევებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან აქტუალური მოკვლევა ფარმაციის სექტორში, სადაც ასევე მიმდინარეობს 8 კომპანიასთან მიმართებაში ჭარბი ფასის კვლევა და პრაქტიკულად ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლოში ვართ გასული. კომპანიებს პირველადი ვარიანტი ჩვენი გადაწყვეტილების აქვს დაგზავნილი და ველოდებით მათგან, ასე ვთქვათ, განმარტებებს და შეფასებებს ჩვენ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გვაქვს ასევე საქმეები, რომელიც უკავშირდება სასტუმროების და განთავსების ობიექტების მომსახურების სექტორს, თევზის ვაჭრობის მიმართულებას ბათუმის ტერიტორიაზე და ეს სამი მოკვლევა, ესე რომ ვთქვათ, მიმდინარე. განხილვაში გვაქვს არაერთი საკითხი, რომელთანაც დაკავშირებითაც თუ გონივრული ეჭვი იქნა, ბუნებრივად ჩვენ დავიწყებთ მოკვლევის ეტაპზე გადასვლას. ეს მოკვლევებს რაც ეხებოდა. ბატონო? ხო, შემდეგი თემა მინდა წარმოვადგინო ბაზრის მონიტორინგების მიმართულება. 2004 წელს ჩვენს მიერ 2 ბაზრის მონიტორინგი იქნა დასრულებული. ბაზრის მონიტორინგი ეხებოდა აგროპროდუქტების მიმართულებას. ერთი იყო თხილის ბაზარი და მეორე იყო ბოცვის ბაზარი. ორივე შემთხვევაში მოგმართეს ფერმერებმა დასავლეთ საქართველოსდან, რომელთაც ჰქონდათ მოცვის მიმართულება, რომელთაც ჰქონდათ მოსაზრება, რომ სეზონზე შესყიდვის ფასები არის საკმაოდ დაბალი და ეს ხوار უკავშირდება გარკვეულ კოორდინირებულ და შეთანხმებულ ქმედებას ექსპორტიორების მხრიდან. ჩვენ შევაფასეთ აღნიშნული ბაზარი. თხილის შემთხვევაში გეტყვით, რომ დაახლოებით ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2023-24 წლის მდგომარეობით იყო დაახლოებით 65-80-ის ფარგლებში, ბოლო 3 წლიანი პერიოდი იქნა ჩვენს მიერ შეფასებული, ანუ რეალურად ფერმერებს გააჩნიათ არჩევანი თუ მისყიდონ რეალურად პროდუქცია. ასევე ჩვენს მიერ შეფასებული იქნა აღნიშნული კომპანიების წილობრივი მონაცემები ბაზარზე და ჩვენს მიერ შეფასების მიხედვით 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი დაახლოებით და 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი დაახლოებით 31-35%-ის ფარგლებში იყო. ჩვენს მიერ დომინანტად ითვლება კომპანია თუ ერთი კომპანიის წილი ბაზარზე 40%-ზე მეტია, ან 3-ის 50%-ზე მეტი, ან 5-ის 80%-ზე მეტი და ამ შემთხვევაში შეიძლება ესე რომ ვთქვათ დომინანტის მიმართ გარკვეული ქმედებები განვახორციელოთ. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩვენს მიერ შეფასებით დადგინდა, რომ ფასთა შორის და ფასებს შორის სხვაობა უკავშირდება ძირითადად ხარისხობრივ პარამეტრებს, უკავშირდება იმას, რომ მეურნეობები ძირითადად მცირე მეურნეობები არიან და არაერთგვაროვან პროდუქციასთან გვაქვს ადგილი და საბოლოო ჯამში ფასების ეს სეზონების მიხედვით განისაზღვრება ვადონშოთა, ანუ არის წელი, როდესაც მოსავალი შეიძლება ჩვენს მეზობელთა ძირითად კონკურენტ ქვეყნებში, მაგალითად თურქეთი, რომელიც არის ფასის მთავარი ფორმირების განმახორციელებელი, თუ იქ მოსავალი კარგია, ფასი შედარებით დაბალია, თუ იქ ფასი მოსავალი შედარებით ცუდია, ფასი შედარებით იზრდება. ამიტომ ყოველ წელს ეს წლების მიხედვით არის. ესე ერთ წელს შეიძლება სხვა იყოს, მეორე წელს შეიძლება სხვა იყოს. ანუ თუ გაჩნია რომელ წელს გულისხმობთ მაგალითად, მაგრამ დიახ. არასეზონურ პერიოდში, სეზონურ პერიოდში პერიოდიზარეთ რომ ფასის შემცირება მოხდა და დიახ. საჭიროა შემოვიდა რომ თუჩარეული პარტია რამდენი იყო ეს 8% პერიოდში წინასწარ შედარებით. გიორგი ხوار გვახსოვს როგორ იყო ეს თუ გამარჯობა. ფასი პირველ რიგში წლების მიხედვით ამგვარ ცვალებადობას არ განიცდიდა. ამგვარი პრეტენზია ყოველთვის არსებობდა, თუმცა ეს პრეტენზია ძირითადად მოდიოდა ფერმერების იმ ნაწილის მხრიდან, რომელთაც დღის წესრიგში ჰქონდათ მოსავლის აღებისთანავე მისი რეალიზაცია, რომელთაც არ გააჩნდათ დაუშვათ რაღაც გაერთიანება, რათა მომხდარიყო მოსავლის დაბინავება, მისი შემდგომი გადამუშავება. შესაბამისად, ისინი იძულებული იყვნენ, რომ მოსავლის აღებისთანავე მოეხდინათ მისი რეალიზაცია და ამ დროს პრინციპში მეორე მხარეს ექსპორტიორები ვინც იყვნენ, ან ის კომპანიები, რომლებსაც ამგვარი სერვისი გააჩნდათ, მათი ინტერესიც იყო, რომ მოსავლის დროს რაც შეიძლება იაფად ეყიდათ პროდუქცია, იგივე პრინციპი მოქმედებდა როგორც თხილის, ასევე მოცვის შემთხვევაში. შესაბამისად, გარკვეულწილად საბაზრო გარემოებებიდან გამომდინარე ფორმირდებოდა მოსავლის აღების დროს ფასი ამმართულებით და პრობლემა არსებობდა ძირითადად იმ კუთხით, რომ არ არსებობდა რიგი ფერმერებისთვის მოსავლის შენახვისა და დაბინავების იაფად ხელმისაწვდომი რესურსები. და
კი, ამიტომ სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ბაზარი შევაფასეთ ბატონიშვილთა კონკურენტულად, იმიტომ რომ ეს არ იყო გამოწვეული რაღაცა კოორდინირებული ქმედებით და იმით რომ ეხა ვიღაც შეთანხმდა და დაბალი ფასი, უბრალოდ რომ ქონოდათ მეტი რესურსი ამ მცირე ფერმერებს კოოპერაციის და შენახვის მეურნეობების, ბუნებრივია არამოსავლის აღების დროს გარკვეული პერიოდის მერე ფასი იქნებოდა ბევრად უფრო სარგებლიანი. დიახ. კი ბატონო და ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ჩვენ მქონდა აღნიშნული კოორდინაცია და ინფორმაცია აქტივი. იგივე მონაცემები, იგივე თითქმის სურათი იყო მოცვის ბაზართან დაკავშირებით. ეს ბაზარი დინამიურად მზარდია ბოლო წლებში. აი მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო რომ თუ მაგალითად 2020 წელს დაახლოებით 11 მილიონი 12 მილიონი ლარის მოცვი იყო ექსპორტირებული, 2024 წელს ოქტომბრისთვის ჩათვლით დაახლოებით 79 მილიონი ლარის ექსპორტი განხორციელდა. ამიმართულებით ეს ბაზარი ამდენჯერმე არის გაზრდილი. აქაც თუ ჩვენ ვნახავთ ექსპორტიორების დინამიკას, აქაც იყო გარკვეული მოსაზრება რომ ხო არ იყო სეზონზე დაბალი ფასები კოორდინირების შედეგი, თუმცა ზუსტად აქაც იგივე პრობლემაა, თუ მაგალითად მცირე ფერმერებს ექნებათ საშუალება რომ მოსავალი შეინახონ და აბინავონ და ესე შემდეგ, მოსავლის აღებიდან გარკვეული პერიოდის მერე ფასი ბუნებრივია იქნა განსხვავებული. თუმცა ექსპორტიორების მაჩვენებელი რომ ნახოთ 2024 წელს 52 ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა მოცვის ექსპორტს, შესაბამისად დიდია ამ ექსპორტიორების 52 და დაახლოებით 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის საბაზრო წილი 53-დან 65%. ერთი კითხვა მაქვს მაგ პროდუქტებთან დაკავშირებით, ხო? ჩვენ საუბრობთ ახლა, როდესაც სეზონური ეს არის პერიოდია და შესაბამისად ფასი, როდესაც სეზონური პერიოდია დაბალი არის რა, ესა ხო, მაგრამ უბრალოდ მან სექტორის ის მაინტერესებს, არა სეზონურ პერიოდში თუ ხდება ფერმერებს თუ აქვს საშუალება რომ შენახვის საშუალება რომ არა სეზონურ პერიოდზე ალბათ ფასი მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე სეზონურ პერიოდში. ასე არის მაგ თხილის და მოცვის შემთხვევაში თუ სამწუხაროდ ექსა დამოკიდებულია სამოცევრი მეურნეობების და შესანახი ინფრასტრუქტურის არსებობაზე. თუ ვერ ვიტყვით რომ ეს ინფრასტრუქტურა ეხა ბევრი გვაქვს, ამიტომ ძირითადად განსაკუთრებით მცირე ფერმერები მოსავლის აღებისთანავე ცდილობენ მის რეალიზაციას. ჩვენ შეიძლება ბევრი მეურნეობა გვაქვს მოცვის მიმართულებით, თუმცა ბევრ ფერმერულ მეურნეობას არ აქვს შესაბამისი შესანახი მოწყობილობა, ამიტომ მათი მიზანია რომ რეალურად მოახდინონ რეალიზაცია მოსავლის აღებისთანავე, რომ მე თვითონ არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ვისაც აქვს აღნიშნული ინფრასტრუქტურა, ბუნებრივია მოგების შესაბამის ინტერესებს, ვისაც აქვს აღნიშნული ინფრასტრუქტურა, იმათ ესე პროდუქციულობის თვალსაზრისით და მარჟების თვალსაზრისით ალბათ უკეთესი მარჟები აქვს. მე მაქვს ჩემთვის მნიშვნელოვანია აი პირველ წყარო წარმოებლელი, რომელიც კონკრეტულად შრომობს რომ ის პროდუქცია შექმნას და იმ ფერმერებს ვისაც აქვს საშუალება რომ შესაბამისად შეინახონ აღნიშნული პროდუქცია, მათთვის მოგების ღირებულება რჩებათ, რა თქმა უნდა, საკუთარი შემოსავლის სახით. სეზონი გაყიდვის პერიოდი საკმაოდ გრძელია, ეს ყველა რა თქმა უნდა ეგრევე მოსავლის აღებისთანავე ყველა ექსპორტზე არ მიდის, ამი გარკვეულება. ხო, ესე იგი რომ მივყვეთ პროცესს, რომ თუ კი მცირე და საშუალო ბიზნესებს მაგ სექტორში შეუწყობთ ხელს, რომ მათ კონდეს შენახვის საშუალება, მათი მომგებია რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუ ისინი გარკვეული კოოპერაციის გზით შეძლებენ უკეთესი, ასე რომ ვთქვათ, ინფრასტრუქტურა კონდეს შენახვის თვალსაზრისით, ბუნებრივია მათი მიღებული ღირებულება ამ მიმართულებით გაიზრდება. ეს ეხება მოცვის მიმართულებას და თხილის შემთხვევაშიც იქ არის იგივე თუნდაც სასაწყობო მეურნეობები და იქ მოსავლის აღების მომენტში რა თქმა უნდა ბევრად უფრო ნაკლებია ეს მომგებიანობა ვიდრე ხო, გასაგებია სერიოზულ მიმართულებას. ახლა მაგით თქვენ აგეხებათ, მაგრამ ჩემთვის მაინტერესებს რომ ამ სექტორებს ხელი შეუწყოთ, რომ რა შეიძლება მაქსიმალური მომგებიანობაზე გავიყვანოთ და ერთ-ერთი ამ მოდელში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს სეზონურობა და არასეზონურობაა და თუ კი ისინი შეიძლება გასაგებია მალუტ. კი ბატონო, აი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა რამდენადაც ვიცით, სოფლის მეურნეობას ბოლო პერიოდში აქვს პროექტები სასაწყობო მეურნეობების ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით, უბრალოდ მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია რომ მცირე ფერმერებმა იფიქრონ უფრო მეტ კოოპერაციაზე, რომ ამ რესურსის მე მას ვაბავ ხა ყველაფერი სისტემურად არის ხომ და აწარმოებს საქართველოს პროგრამებში შესაძლებელია ასეთი პროგრამები დაინერგოს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებს ხელი შეუწყოთ, რომ მათი ბიზნეს ეფექტურობა გაიზარდოს და საინტერესოა, მადლობა.
შემდეგი საკითხი არის მიმდინარე მონიტორინგები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და შუალედურ ანგარიშებს ვაგვეხნებთ პერიოდულად. ერთ-ერთი ესეთი ბაზარი არის საავტომობილო საწვავის ბაზარი. საავტომობილო საწვავის ბაზარზე ჩვენ 2023 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და მაშინ 4 კომპანია იქნა ჩვენს მიერ დასანქცირებული, იმიტომ რომ ჩვენი გადაწყვეტილებით იყო გარკვეული კოორდინაცია ფასების ფორმირების თვალსაზრისით და პერიოდი ეხებოდა 2022 წლის აპრილი-აგვისტოს პერიოდს. ამის შემდეგ ჩვენ მონიტორინგი გავაგრძელეთ, რადგანაც საკმაოდ მაღალია ინტერესი საწვავის ბაზრის მიმართულებით და ჩვენს ანგარიში წარმოდგენილია 2024 წლის სურათი ამ მიმართულებით. ჩვენ რომ ნახოთ ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2024 წელს ბაზრის მოცულობა მთლიანობაში თუ თანხობრივ ღირებულებას შევხედავთ არის 2.8 მილიარდი ლარის ღირებულების, ბაზარი გაზრდილია დაახლოებით 9%-იანი მაჩვენებლით. ჩვენ იმპორტის დონეზე გვყავს დაახლოებით 50-მდე იმპორტიორი კომპანია 2024 წლის მონაცემებით და ასევე საცალო რეალიზაციის დონეზე ფუნქციონირებს დაახლოებით 1300-მდე ავტოგასამართის სადგური, რომელსაც ფლობს 400-მდე კომპანია. ეს არის 2024 წლის მონაცემები. ჩვენ გვახსოვს დაახლოებით 2012 წლის მონაცემები, როდესაც 5 იმპორტიორი კომპანია გვყავდა, 5 რეალიზატორი კომპანია გვყავდა და თბილისსა და რეგიონებში რო გვენახა ერთ და იგივე ტიპის საწვავზე ფასები იყო აბსოლუტურად თითქმის იდენტური თეთრების სიზუსტით. დღეს ჩვენ 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი ბაზარზე დაახლოებით იმპორტის დონეზე გვაქვს 62%, საცალო რეალიზაციის ბაზარზე გვაქვს დაახლოებით 67%. 5 მსხვილი იმპორტიორის ჯამური ბაზრის წილი არის რამდენი? 62%. ეს არის 2024 წლის მონაცემები. სამი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი არის 44% იმპორტის დონეზე. ანუ 47 კომპანია. გასაგებია. და თვითონ რიტეილში როგორ? რიტეილში გვყავს დაახლოებით 400-მდე რიტეილ კომპანია. აქედან ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი არის დაახლოებით 67%. თუ შევხედავთ ბოლო სამწლიან დინამიკას, 65-67%-ის ფარგლებში მერყეობს მსხვილი ქსელური კომპანიების წილი. დაახლოებით 1300 სადგურიდან 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი არის დაახლოებით 400-მდე ბენზინგასამართის სადგურს ფლობენ ისინი. დანარჩენი მოდის მცირე სეგმენტზე. ჩვენს მიერ 2024 წელს ბაზარი შეფასებული იქნა კონკურენტულად, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ფასებს, მათ შორის პლაცის ფასებს, ვხედავთ ადგილობრივი კურსის დინამიკას, ვხედავთ იმპორტის ღირებულებას და ვხედავთ იმპორტის ღირებულების გონივრულ დროში გავლენას საცალო ბაზარზე. შესაბამისად, მუდმივად გვაქვს კვარტალურად კონტროლი ფასნამატების მიმართულებაზე, თუ ფასნამატები მაღალია და ის ნარჩუნდება გონივრულ ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით, აქ ჩვენ გვიჩნდება პირველი შეკითხვები და ბუნებრივია ამ შეკითხვებით მივმართავთ ადგილობრივ კომპანიებს. სწორედ ეს იყო საფუძველი, როდესაც 2023 წელს ჩვენს მიერ მოხდა 4 კომპანიის სანქცირება ამ მიმართულებით. თუმცა 2024 წელს აღნიშნული ფასები, საცალო რეალიზაციის ფასები თავსებადი იყო საბაზრო ფაქტორებთან, გულისხმობ საერთაშორისო ფასს და გულისხმობ ადგილობრივი ვალუტის კურსს. გარდა ამისა, პოზიტიური ბაზარზე ცვლილებები არის ის, რომ გაჩნდა თუნდაც მსხვილი ქსელების მიერ ძალიან ბევრი ახალი ობიექტი, რომელიც თვითმომსახურების სერვისს თავაზობენ მომხმარებელს და ფასი ტიპიური ბენზინგასამართის სადგურებიდან დაახლოებით 30-54-ით უფრო იაფია აღნიშნული ტიპის ბენზინგასამართ სადგურებზე. გარდა ამისა, მცირე ქსელების შემთხვევაში თითქმის identური ფასია, ვიდრე მცირე ქსელების შემთხვევაში. გარდა ამისა, არის ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მარკეტინგული პროგრამა თუ ლოიალობის მცირე ქსელებსა და მსხვილ ქსელებს შორის ყოველთვის არის სხვაობა. ეს რამდენი არის? 44-ის არეალში. ვის სასარგებლოდ? ბატონო? ვის სასარგებლოდ? მცირე ქსელების სასარგებლოდ, მცირე ქსელების სასარგებლოდ, იმიტომ რომ მცირე ქსელებს გააჩნიათ მარაგების შედარებით მცირე მოცულობა, გააჩნიათ ნაკლები დანახარჯი, როგორც მარკეტინგში, ასევე მცირე ქსელების ფასი 50 თეთრი დაბალია, ვიდრე 40 თეთრი საშუალოდ 35-40 წესი პირიქით უნდა იყოს. თუმცა ჩვენ მე ვიძახი ტაბლოს ფასების შედარებას ვიძახი. ტაბლოს ფასებს ასევე უნდა ჩამოვაკლოთ დაახლოებით 7-15 თეთრის ფარგლებში ლოიალობის ბარათების და მარკეტინგული ბარათების შედეგად მიღებული ბენეფიტი, თუ მაგალითად ვარ ერთი ქსელის მომხმარებელი და მეტი მოხმარება მიგროვდება კონკრეტულ ქსელში, დიდ შეღავაც ვიღებ. გარდა ამისა, თუ შემიძლია რომ თვითმომსახურების ქსელში მივიდე, იქ შედარებით, ასე რომ ვთქვათ, ბევრად უფრო იაფად ვიღებ საწვავს. ამიტომ ეს დინამიკა, როგორც აქ აქტიური კონკურენციის მსხვილ და მცირე ქსელებს შორის რეალურად დღეს არსებობს. გარდა ამისა, საინტერესო ერთი კითხვა მაქვს. ჩვენი ფერ ქვეყნების მაგალითი ხო არა გაქვთ, რომ რამე შესწავლილი მაგალითად იქ როგორ არის ეს
დინამიკა მსხვილ ქსელებსა და მცირე მომწოდებლებს შორის რამე შედარება ხوارდა. დაახლოებით საფასო სხვაობა როგორც არის ჩვენთან. ბაზრის წილიც მაინტერესებს და საფასო. ბაზრის წილებზე ხა ცოტა გამიჭირდება, მაგალითად სომხეთის და აზერბაიჯანის ძალიან სპეციფიური ბაზრებია, როგორც თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგალითად რუმინეთი, ბულგარეთი, ჩვენ რომ ნახოთ აი მცირე ქსელებსა და მსხვილ ქსელებს შორის ფასობრივი სხვაობა დაახლოებით ისეთივეა, როგორც ამ შემთხვევაში არის ჩვენთან. ჩვენ როდესაც მოგვიხდა 4 კომპანიის დაჯარიმება, მაშინ მცირე ქსელებს და მსხვილ ქსელებს შორის სხვაობა აღწევდა 80 თეთრს და შემთხვევაში იყო უფრო მეტიც. ეს გახდა მაშინ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკვლევის დაწყების საფუძველი, თუ რატო არის ესეთი მაღალი კონტრასტი, რომელიც არაბუნებრივად მაღალია, თუნდაც ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორც არის აღმოსავლეთ ევროპა, ან აი სტანდარტული, სადაც არის მცირე ქსელების და მსხვილ ქსელებს შორის ფასობრივი განსხვავებები რეალურად. ამიტომ დღეს არსებული სხვაობები რეალურად არის იმ მოცულობის, რა მოცულობაც შეიძლება იქნას მიჩნეული სტანდარტულად ესეთი ტიპის ბაზა. გასაგები ეგ, მაგრამ ხედელობაში ის უნდა გქონდეს, რომ ჩვენთვის ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა გამყარებული არის, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ბენეფიტია, თუმცა ამით არ უნდა ისარგებლოს იმპორტიორებმა, იმიტომ რომ ესაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ჩვენი ლარი იყოს მყარი. თუმცა ეს მეორე მხრივ საშიშროებასაც ქმნის, იმიტომ რომ ზედმეტად გამყარებული ლარი ერთი მხრივ სირთულეს წარმოადგენს ექსპორტიორებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი პროდუქტს კონკურენტუნარიანობას აკარგინებს, თუმცა მეორე მხრივ იმპორტიორების ნაწილში ამის როქია ამაზე ბენეფიტების კონტროლი არის საჭირო, იმიტომ რომ არ უნდა იყოს ასე რომ ვთქვათ ამის კონტროლი მნიშვნელოვანია და ჩვენ ბატონშოთა უყურებთ ფასნამატებსაც, როგორც საშუალო მონაცემების კუთხით, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, ასევე თითოეული კომპანიის დონეზე. ბუნებრივია ეს არ არის საჯარო ინფორმაცია, მაგრამ როდესაც ეს ფასნამატი რაღაცა ოპტიმალურ ზღვარზე მეტია, აქ პირველ რიგში ასე ვაკეთებთ ინდუსტრიას ვეკითხებით ძირითადი მიზეზების შესახებ. როდესაც ჩვენ მოკვლევა დავწყეთ 2022 წლის იმ კრიტიკულ პერიოდზე, მაშინ ფასნამატები საშუალო რო ავიღო მსხვილი კომპანიების შემთხვევაში 80 თეთრი და მეტი იყო სხვადასხვა თვეების მიხედვით. დღევანდელი საშუალო მაჩვენებელი რო ავიღო, ეს არის დაახლოებით 35-40 თეთრი მეტნაკლები პროპორციით. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ჩვენ მიმდინარე წელს ჰქონდა ძალიან პოზიტიური დინამიკა საწვავის ფასების კუთხით, ეს უკავშირდებოდა განსაკუთრებით მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების დინამიკას თებერვლიდან დაახლოებით 1 ივნისამდე ჩვენ მქონდა 11-12%-იანი კლება, პლაცის მონაცემებს თუ დავაყნობით 15%-იანი კლება ბრენტის ტიპის ნავთობზე. კურსიც აჩვენებდა ძალიან ასე ვთქვათ პოზიტიურ დინამიკას და დაახლოებით 2.5-3%-იანი გამყარების ტენდენცია გვაქვს თებერვლიდან დღემდე და ეს აისახა კიდევაც აპრილში პირველ რიგში მცირე ქსელებზე, იმიტომ რომ ისინი ბევრად უფრო სწრაფად რეაგირებენ საწვავის ფასების მსოფლიო ფასების დინამიკაზე, იმიტომ რომ არაგები ნაკლები აქვს და უცებ ახდენენ რეაგირებას და მაისის თვიდან უკვე მსხვილი ქსელების შემთხვევაზეც. აი ჩვენ ვნახავთ აპრილის 20-დან დღემდე დაახლოებით 17-25 თეთრის პარგლებშია მსხვილი ქსელებში ყველა ტიპის ბენზინზე კლების ტენდენცია და დაახლოებით 20-27 თეთრის პარგლებშია დიზელის ტიპის საწვავზე კლების ტენდენცია. თუმცა ეს კლების ტენდენცია სამწუხაროდ ირან-ისრაელის ომის შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა, თუ მაგალითად დღევანდელ პლატს შევხედავთ, თითქმის დაუბრუნდა თებერვლის მაჩვენებელს დაახლოებით $729 პარგლებშია. ხო, გავიგე, მაგრამ ისა როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ესა მარაგების გამო ეს ფასთა სხვაობა აქვს, ეს ორივე მხარეს მუშაობს. როცა ფასი მოდის ქვემოთ, ეს მცირე კომპანიები უფრო ის არის ფლექსიბლ არიან, დრეკადი არიან და ფასს მნიშვნელოვნად წევენ და როგორც მე გავიგე, დიდი კომპანიების იმათ უჭერთ, იმიტომ რომ რეზერვები აქვს. ხო, იგივე პრინციპი უნდა იყოს, როცა ფასი მიდის ზემოთ. პატარა კომპანიები ეგრევე რეაგირებენ და ჩქარა უნდა წევდნენ ფასებს და დიდი კომპანიებს რეზერვები უნდა ჰქონდეს და სანამ რეზერვებს ფასზე არ უნდა მოქმედებდეს. მაშინ ამ ლოგიკას დღესაც ვაკვირდებოდი ერთ-ერთ ქსელს, რომელიც მცირე ქსელად ითვლება. დაახლოებით რამდენიმე დღის წინ ფასი ჰქონდა ბენზინ რეგულარის ტიპის საწვავზე, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი საწვავია, დაახლოებით
40-ის პარკლებში დღეს უკვე 42 ქონდა გამომდინარე ამოვლენებიდან. მსხვილი ქსელები ჯერჯერობით ფასებს ინარჩუნებენ და მე ვფიქრობ კურსის ეფექტი ძალიან პოზიტიურია ამ ნაწილში, თუმცა როგორც წესი, აი ხშირად ისმება ესეთი ტიპის შეკითხვა, რომ აი თუ ფასი იკლებს, მას ჭირდება თუნდაც ჩვენი შეფასებებით დაახლოებით 2 კვირიდან 6 კვირამდე პერიოდი, რომ ეს აისახოს იმპორტის თვითღირებულებაზე და საცალო ფასზე, თუმცა ფასის ზრდის შემთხვევაში კომპანიები მყისიერად და ძალიან მოკლე დროში ახდენენ რეაგირებას. ეს უკავშირდება სავარაუდოდ რისკების დაზღვევას, იმიტომ რომ მათ დღევანდელი მიღებული შემოსავლით უხდებათ შემდეგი თვის მარაგების საწვავის შესყიდვა გაძვირებულის, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ესე, რომ მსხვილი ქსელები უფრო სწრაფად ისვის სამუშაო კაპიტალი არსებობს და ის უნდა გქონდეთ თვით კომპანიებს და მომხმარების ხარჯი არ უნდა ხდებოდეს. მონიტორინგი სწორედ ამიტომ გვაქვს, რომ რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენა გამოვრიცხოთ, ჩვენ დავინახოთ და ჩვენი მანდატის პარაგრაფში ვიმოქმედოთ, ამიტომ თქვენ კომიტეტთანაც ამ კუთხით აქტიურად გავცვლით ამ ინფორმაციას, რომ თქვენი რეკომენდაციები და დავუშვათ საკითხები მოგვაწოდოთ, რაც თქვენში შეიძლება ამ აღნიშნული შეკითხვების დასმის საფუძველი იქნება. აი ეს არის დაახლოებით მოკლე ინფორმაცია საწვავის ბაზრის შესახებ, ჩვენ მონიტორინგს ვაგრძელებთ ამ მიმართულებით და დიახ, კი ბატონო. მოგესალმებით. ესეთი კითხვა მაქვს, თქვენ თქვით, რომ სადღაც საქართველოში 1300 კალონკაზე მეტი არის ბენზინის გასამართსადაგური. ხო და ხო არა გაქვთ ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში და საქართველოში აი მანქანები რო შევადაროთ მანქანების რაოდენობაზე, რამდენი არის ბენზინის გასამართსადაგური პროცენტი? მანქანების რაოდენობაზე რამდენი ბენზინის გასამართსადაგური პროცენტულად. გიორგი, ხო არა გვაქვს ზავს ტიპის სტატისტიკა? მე მგონი უფრო კი მე ეგრე ჯობია ჩვენთვისაც, იმიტომ რომ უფრო ამოწურავთ საკითხებს. ეს საკმაოდ რთული იქნება, განა იმიტომ რომ ჩვენ დავუშვათ რაღაც საწვავის მიმართულებით არ გვაქვს სტატისტიკა. უბრალოდ რაც რეგისტრირებული მანქანებია, რეალურად იქედან რთულია იდენტიფიცირება, რამდენი მოძრაობს რეალურად, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. იქედან რეალურად რამდენია ქუჩაში, ეს ინფორმაცია ძალიან მწირია ზოგადად. და ამ სტატისტიკის მოძიება ძალიან რთული იქნება. თუმცა ჩვენთან მაგრამ ინდუსტრიის საშუალო იქნება რაღაც ციფრი ინდუსტრია. ასეთ სტატისტიკას სიმართლე გითხრა არ გვიწარმოებია, რომ მაგალითად შეგვედარებინა მანქანების რაოდენობა ბენზინის გასამართსადაგურების რაოდენობასთან, მაგრამ შეგვიძლია ვნახოთ ეგ მარტივად. იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ძალიან ბევრი ბენზინის გასამართსადაგური არის მანქანებში. მე ვფიქრობ ესეც ერთგვარი კონკურენციაა ჩემი აზრით, რომ აი ჩვენ გადავალ შემდეგ საკითხზე, რაც FMCG-ს უკავშირდება და კი იქაც შეიძლება რომელიღაც ბენზინის გასამართსადაგური რომელიღაც ბენზინის გასამართსადაგური დიდი ქსელის შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ეკონომიკურად მომგებიანი, მაგრამ კონკურენციისთვის მას ჭირდებოდეს, რომ მისი კონკურენტის გვერდით ედგას საკუთარი ბენზინი. ეს არ გამოვრიცხოთ და შეიძლება სურათი რომ ვნახოთ, აი როგორც პირობითად ვამბობ, ახლა აფთიაქი ერთ სულ მოსახლეზე შეიძლება ჩვენთან ძალიან ბევრია, ან თუნდაც მარკეტების რაოდენობა დაახლოებით შეიძლება იგივე სურათიც გქონდეს აქაც. დიახ, ბაზარი რეგულირებს ალბათ როთა განმავლობაში ესეც დაიხურება, დიახ. კი. მოგესალმებით, მადლობა ბატონო ირაკლი, ყოველთვის გამოირჩევით პროფესიული და ესეთი ფართო მასშტაბიანი მიმოხილვით და ანგარიშით. დიდი მადლობა ამისთვის. რამოდენიმე კითხვას მოგცემთ. პირველი მედიკამენტებთან დაკავშირებით. აქ გვწერია, რომ დომინანტური მდგომარეობის ბრუდად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე. ხო, ეს მიმდინარე მოკვლევა რაც არის ბატონო. მიმდინარე, ხო, დიახ. არის ჩამოთვლილი მედიკამენტები თავის დასახელებით და ჩემი კითხვა არის, ანუ ეს მედიკამენტები არის ორიგინალი და მხოლოდ ამ სავაჭრო დასახელებით არის ბაზარზე, თუ მას ასევე ანალოგები აქვს. თუ ანალოგები აქვს, ეს თავისთავად მოიცავს უკვე შიდა კონკურენციას და აქ დომინანტური ბრუდად გამოყენება ცოტა უკვე კითხვებს ვადებს. ეს ერთი კითხვა. მეორე 2014-2024 წლებში დაკისრებული ჯარიმები შეადგენს 116.225.000. ეს სრულად ამოღებულია თუ მიმდინარე პროცესებია. და აქვე პუნქტი აქვს სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციებზე დაკისრებული ჯარიმა. ეს რას ნიშნავს? რას მოიცავს ეს? შემდეგი ასევე არის ანტიდემპინგური ღონისძიებები. ამ შემთხვევაში რა კრიტერიუმებით სარგებლობთ? იმიტომ რომ საქართველოს არის თავისუფალი ბაზარი, შესაბამისად კონკურენცია არეგულირებს ფასს. თუ ვინმე შემოიტანა იმპორტი სომხეთიდან და გაყიდა უფრო დაბალ ფასში, აქ რატო უნდა იჯებოდეს მისი მდგომარეობა? როდესაც ჩვენ ვეუბნებით ბიზნესს, რომ თავისუფალი ბაზარია, ფასი
რა თქმა უნდა, ფას განსაზღვრავს კონკურენცია და ამ შემთხვევაში ჩვენი მონაწილეობა რა არის და რა კრიტერიუმებია. მოცვთან დაკავშირებით 52 ექსპორტიორი, რომლის მთლიანი ბრუნვა შეადგენს 79 მილიონს. ეს ალბათ დოლარში, ხო? ლარებში. ლარშია ექსპორტი. ეს 52 ექსპორტიორი ყველა მწარმოებელია თუ ვინ მწარმოებელია და შესაბამისად სხვა მხოლოდ შემსყიდველი და მე გადამყიდველი. კი ბატონო. საწვავის ფასში, როგორც ბრძანეთ, სხვაობა არის დიდ ქსელებს და პატარა ქსელებს შორის დაახლოებით 30-40 თეთრი. როდესაც ამხელა სხვაობა ყოველთვის იწვევს ხოლმე კითხვას ხარისხთან მიმართებაში და აქ როგორ ვარ თუ განსხვავდება ხარისხი. და ხო, ფასებთან მიმართებაში იგივე ეს კითხვა ფაქტიურად ანტიდემპინგ გემაზე დაგისვით. აქ კონკურენციის ფარგლებში, ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც ფასის რეგულირება ყველაზე კარგი მარეგულირებელი ბაზარია და აი აქ მონაწილეობა შეზღუდვა ზემოთ, საწვავთან მიმართებაშიც საუბრობდით და აქ რეფერენტ ფასები არ აქვს საწვავში და არც სხვა პროდუქტებში, არც მოცვში და არც სხვა იმაში და ეს თქვენი მონაწილეობა რა კრიტერიუმებზეა დაფუძნებული. ნახეთ, ჩვენ მე სწორად მინდა გავმარტო ჩვენ მსმენელისთვის, რომ ფასების კონტროლის მანდატი კონკურენციის დამხმარების დაცვის აგენტოს არ აქვს. ჩვენ და საქართველოს ფასები განსხვავებით აი მაგალითად თუ ავიღებთ რეგულირებად სექტორებს, კი ბატონო ფიქსირებულია, თუ ავიღებთ მაგალითად ფარმაციის ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფერენტული ფასების მიმართულებას იქ ჭერებია განსაზღვრული და ფიქსირებულია, დანარჩენ ნაწილში ფასები არა აბსოლუტურად თავისუფალი. კონკურენციის აგენტოს მანდატი არანაირად არ არის ფასების რეგულირება, ჩვენ უბრალოდ უყურებთ ფასების კოორდინაციას და ფასნამატების კოორდინაციას. ხო არ არის ეს გამოწვეული პირობითად უხეშად რო ვთქვა, არავის კონკრეტულად არ ეხება 5 ტაბლოზე ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ერთი და იგივე ფასი რატო ანტია? ეს იწვევს პირველ შეკითხვას. ხო არ არის ეს გარკვეული კოორდინაციის შედეგი და მაღალი ფასნამატით ხო არ ცდილობენ ზემოგების მიღებას გარკვეული ეკონომიკური სუბიექტები ან ნებისმიერ სხვა სექტორში. ამიტომ ჩვენ ფასებს არ ვარეგულირებთ არანაირად, უბრალოდ უყურებთ ხო არ არის იმ განსაკუთრებით იმ ბაზრებზე, სადაც ცოტა მოთამაშია, გარკვეული კოორდინაცია და ამის კვლევა არის საკმაოდ შრომატევადი და ესეთი მთელ მეთოდიკაზე აგებული მიმართულება. ეხლა რაც შეეხება შეკითხვებს, გარკვეულ საკითხებს წინ უნდა მეთქვა, მაგრამ მე მგონი ფიქრობ ის იქნება რა. რაც შეეხება ფარმაციის кейსს, ჩვენ 2023 წელს მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროდან საკმაოდ ბევრი და მოცულობითი ინფორმაცია კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, სადაც იმპორტიდან საცალო ფასამდე ფასნამატების სურათი აღემატებოდა დაახლოებით 300%-დან იყო 3000%-მდე და აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა, რისგან იყო აღნიშნული ფასნამატები გამოწვეული. ჩვენს მიერ საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია იქნა დამუშავებული 14 მედიკამენტის შემთხვევაში, 8 კომპანია იქნა იდენტიფიცირებული, რომელსაც კონკრეტული მედიკამენტების ბაზარზე გააჩნიათ დომინანტური მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ 40%-ზე მეტი უჭირავთ აღნიშნული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციის ბაზარს. ჩვენ არ აღვიღია ქსელები ამ შემთხვევაში, ავიღეთ იმპორტიდან ქსელამდე მიწოდების მთლიანი გზა. მოვახდინეთ, ასე რომ ვთქვათ, ამ 8 კომპანიის იდენტიფიცირება, აღნიშნულ კომპანიებთან ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია მთლიანობაში, თითეული მედიკამენტი შერჩეული იქნა როგორც ცალკე აღებული ბაზარი და მე გიორგის ვთხოვ შემცველებთან დაკავშირებით და ჯენერიკებთან დაკავშირებული კონკრეტულ მედიკამენტებზე გითხრას ინფორმაცია და ამ 8 კომპანიის შემთხვევაში ფასნამატი იყო თუ აღემატებოდა 300%-ს. აი ეს იქნა ჩვენ კრიტერიუმებად აღებული. ეხლა მე წინასწარ გამიჭირდება შედეგებზე საუბარი, თუმცა ჩვენ წინასწარი მონაცემები უკვე გვაქვს, რაც კომპანიებს გაუგზავნეთ პირველადი დოკუმენტის სახით. იქ 8-დან 4 კომპანიის შემთხვევაში გაგვაჩნია კითხვები, როდესაც ფასი ჭარბი ფასზე გვაქვს აქცენტირება. ჭარბი ფასი როგორ ვითვლით? ეს არის გასაყიდ ფასს გამოკლებული ყველა ხარჯი, რომელიც კომპანიამ დადასტურებულად მოგვაწოდა. ამ ყველა ხარჯს დამატებული 30%-იანი გონივრული მოგების მარჟა და ეს 30% ავიღეთ გამომდინარე იქედან, რომ რეფერენტული ფასის წარმოქმნაში 30%-ია ის მაქსიმუმ მაჩვენებელი, რასაც სამინისტრო უთვლის გონივრული რეალიზაციის მარჟას და თუ ამ ხარჯს პლუს გონივრულ მარჟას კიდე 25% აღემატება ფასი, აი ეს შემთხვევა გვაქვს განხილული როგორც თავარი არგუმენტი, რაზეც გვინდა კომპანიებისგან პასუხი. თუმცა უნდა ვთქვა ისიც, რომ აღნიშნული პრობლემატიკა ეხებოდა პერიოდს, სანამ შემოვიდოდა რეფერენტული ფასწარმოქმნა. რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ ამ კომპანიების შემთხვევაში, ვისთანაც კითხვები გვაქვს, პრაქტიკულად ეს ზედმეტი და ჭარბი ფასნამატის თემა გაანეიტრალა და დღეს ეს პრობლემა აღარ არსებობს. თუმცა, რადგანაც ჩვენთან ინფორმაცია იქნება, მანდ საინტერესო კითხვა წარსულ პერიოდს. ისა ბატონო ირაკლის არის, რომ გაანეიტრალა ეს ისა, მაგრამ ამ რეფერენტულ ფასმა
ისეთ შემთხვევებიც ხარ ქონდა რომ მოგების ვაიპაუტი გააკეთა ასე რომ თქვა გაანოლა. ნახეთ, მაგ არის საკმაოდ საინტერესო ვითარება. მაგი არის საინტერესო. საუბარი არის ევროპული მედიკამენტები, არის აზიური მედიკამენტები. ევროპული მედიკამენტები ყოველთვის ვეღირებულებით უფრო მეტია ვიდრე აზიური მედიკამენტები. თუ ვაწესებთ რეფერენტულ ფასს წარმოქმნას და ის არის ერთიანი ყველასთვის, შეიძლება კონკრეტულ იმპორტიორ კომპანიას გაუჩნდეს мотиваცია, რომ ევროპულის ნაცვლად შემოიტანოს აზიური შემცვლელი, იმიტომ რომ იქ მოგების მეტი მაჩვენებელია. ამიტომ ჩვენი მოსაზრებით, ჯერ ეს როგორც რეკომენდაციის სახით არ დაგვიწერია, მაგრამ შეგვიძლია ამაზე თქვენთან ერთადაც ვიმუშაოთ. თუ იქნება რეფერენტულ ფასს წარმოქმნაში განსხვავებული მიდგომა აზიური და ევროპული მედიკამენტების შეფასება შორის ჩვენ გამოვრიცხავთ იმას, რომ მაგალითად კონკრეტულა იმპორტიორებმა ევროპულის ნაცვლად აზიურები შემოიტანონ და უფრო მეტი მოგების მარჟა დაიტოვონ. ეს მე ვფიქრობ ეს სამუშაო საკითხია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მოხმარებელმა საუკეთესო ფასი და საუკეთესო ხარისხი მიიღოს, ხო, ეს არის ამომავალი წერტილი, ხო, ამომავალი წერტილი განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას და ჩვენი მოქალაქეობის კეთილდღეობას და აქ მნიშვნელოვანია რომ ხარისხის კომპონენტი შევინარჩუნოთ. იმიტომ რომ როდესაც თუ კი მოხდება რომ ხარისხის კომპონენტის პრობლემა დადგა, შეიძლება შემდეგ ალტერნატიული გზების ძიება დაიწყოს და ეს არ არის კარგი ის რა ქვია. მე მიუბრუნდები ცოტა ამ ანგარიში არ მოხდა, მაგრამ წინა პერიოდის საკითხებს, როდესაც ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ჩვენი სააგენტოს მხრიდან, ბოლო პერიოდში განხორციელებულმა რეფორმებმა ვფიქრობ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, მათ შორის იგივე ჯენერიკული ელექტრონული რეცეპტები, მათ შორის ხარისხის სტანდარტები, როგორც დისტრიბუციის, ასევე წარმოების დონეზე, რაც პრაქტიკულად ბატონ ანტონი დაგვეთანხმება, ნიშნავს იმას, რომ თუ ეს სტანდარტს არ აკმაყოფილებს საქართველოს შემოსული მედიკამენტი, ის არ უნდა ხვდებოდეს ბაზარზე. ამიტომ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ თუ ამ GDP-ს და GMP სტანდარტის გავლის შემდეგ მედიკამენტი ხდება ბაზარზე, ის შეიძლება იყოს აზიური, შეიძლება იყოს ევროპული, თამას მნიშვნელობა რა, აქ ცალსახად ვითვლება, რომ ყველა ხარისხიანი. ამიტომ ჩვენ ამ კუთხით კი ერთადერთ გამოწვევას, რასაც ჩვენ პირდაპირ ვიტყვი, ამასაც ხედავთ დღესაც ამ ბაზარზე, მაინც არის გარკვეულწილად ძალაუფლება რეცეპტის გამომწერის მხარეს. გარკვეული კომპანიები, ფარმაკომპანიები დღესაც მაინც ახდენენ, ასე რომ ვთქვათ, ვისაუბრია ხშირადაც, რომ არაეთიკური მარკეტინგი არის პრობლემა, იმიტომ რომ არის მედიკამენტი ერთი და იგივე აქტიური ნივთიერებების შემცველი, არის ერთი ქვეყნის წარმოშობა შეიძლება ღირდეს 12 ლარი, მეორე ქვეყნის წარმოშობით სხვადასხვა საავაჭრო დასახელებით შეიძლება ღირდეს 30 ლარი. და მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს კონდეს სწორი ინფორმირება, რომ ერთი აქტიური ნივთიერებების შემცველია, მეორეც ორივე ხარისხიანია და თქვენი არჩევანია უკვე, რომელიც გინდათ ის იყიდეთ. უკვე მე გადავწყვეტ, მაგალითად ვიყიდო პირობითად შვეიცარიული 35 ლარიანი თუ მაგალითად ბრიტანული 12 ლარიანი. პირობითად ვიძახი, რა თქმა უნდა, ამ ციფრებს. გარკვეულწილად ეს საკითხები მოაგვარა ელექტრონულმა და ჯენერიკულმა რეცეპტებმა, იმიტომ რომ ყველა რეცეპტის გამომწერზე ევალდებულება, რომ სამ მინიმალური არჩევანი გაუკეთოს პაციენტს, როდესაც მასთან მიდის. თუმცა მაინც ალბათ ამ კუთხით შეიძლება საჭირო იყოს გარკვეული კარგი მონიტორინგი, რომ არ იქნას დაშვებული, რომ მითითებული არის ჩვენ ესე არ იქნება ეგრე არის ამ ნაწილში. იმპორტიორი საკმაოდ ბევრია. ჩვენ რაც ნახეთ, დაახლოებით 160 მეტი იმპორტიორია საქართველოში და ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია ამ ნაწილში არის. კი ბატონო, ქსელებში გეთანხმებით, იქ სამი მსხვილი კომპანიის დომინაცია გვაქვს რეალურად და ქსელების. და რამდენი არის ეს სამი მსხვილი? ჩვენი ბოლო მონაცემი რაც იყო 80%-მდე აღწევდა. 3 კომპანიის. კი და აქ პრობლემა იყო არა მხოლოდ ჰორიზონტალურ ნაწილში, ანუ ერთნაირი ტიპის ვერტიკალური ინტეგრაცია. ვერტიკალური ინტეგრაცია, იმიტომ რომ როდესაც ერთ ქსელში არის ჰოლდინგური სტრუქტურა, ის ყოველთვის და ჩვენმა ანალიზმაც აჩვენა, რომ ის მან შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს მისი კომერციული ინტერესიდან გამომდინარე და არა პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. ის ყოველთვის ეცდება, რომ საკუთარი იმპორტირებული, როდესაც იმპორტიორ კომპანია აქვს, როდესაც საკუთარი ქსელი აქვს, როდესაც საკუთარი კლინიკა აქვს, როდესაც საკუთარი სადაზღვევო კომპანია აქვს და მთელი ქსელი აქვს, ის ყოველთვის ეცდება, რომ საკუთარი კომერციული ინტერესი იყოს წინა პლანზე ვიდრე საუკეთესო არჩევანი პაციენტის შემთხვევაში. თუმცა ჩვენ ანგარიში ისიც ჩავდით მონიტორინგში, რომ ეხლა უცებ დავიწყოთ ამ ჰოლდინგური კომპანიებს და ეს არ არის სწორი. მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდეს მთელი ნორმატიული ბაზა, რაც უზრუნველყოფს ამ უფრო მეტ არჩევანს და თუნდაც რაც გაკეთდა ბოლო წლებში. და აი მსოფლიო ბანკის შეფასებას მოვიყვან უბრალოდ, აი ბოლო წლების რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენ
მიმდინარე წელს სოფლიო ბანკმა ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფარმაციის სექტორში მონიტორინგი და მათ შორის აი ონკოლოგიურ მედიკამენტებში 4 კომპანია, რაზეც დავაჯარიმებთ იდენტურ პასწარბოთნაზე, აღიარა საუკეთესოდ და ჩაწერა, რომ ამ რეფორმების შედეგად საქართველოში პაციენტებმა არჩევანის გაჩენის შემდეგ დაზოგეს დაახლოებით 65-დან 70 მილიონ დოლარამდე წლიურად. ეგ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება, იმიტომ რომ ამ რეფორმების შედეგი სწორედ არის ეს, რომ ხელმისაწვდომობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მაგალითად იყო მანამდე. გამოწვევა რჩება კიდე ერთი ნაწილი, ამასაც ვიტყვი, გვაქვს მაგალითად ეგრეთ წოდებული არამედიკამენტები, ბადები, რომელიც აი მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ რეცეპტების ანალიზი გაკეთდეს და რამდენი ბადი ინიშნება საჭირო მედიკამენტთან ერთად. ეხლა დღეს რეფერენტული ფასსარგებლობა რა მედიკამენტზეც არსებობს, იქ საკითხი მეტნაკლებად უზრუნველყოფილია, მაგრამ შეიძლება ამ საჭირო მედიკამენტებთან ერთად ინიშნება ძალიან ბევრი ესეთი ბადი, რომელიც არც არაფერს მავნებს და არც არაფერს შემატებს, უბრალოდ საკმაოდ ძვირს ვიხდი მე როგორც პაციენტი, ამაში და ჩემი ჩეკი რეფორმამდე და რეფორმის შემდეგ შეიძლება გარკვეული მედიკამენტები გაიაფთა და გარკვეული მედიკამენტებმა შეიძლება დანაზოგი მოგვცა, მაგრამ ჯამური ჩეკი რო ავიღოთ ამ ბადების ჩათვლით შეიძლება იგივეა და ცოტა მეტიც კი არის დღეს ვიდრე ბავშვად მანამდე. ამიტომ აი ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია აი ამ კუთხით და ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ კუთხით მონიტორინგიც გავაკეთოთ, რომ შევხედოთ რეალურ სურათს მაგალითად რა ხდება აქ და ხო არ ინიშნება იმაზე მეტი ვიდრე მაგალითად რეალურად გვჭირდება თითოეულ. მაგრამ ვინ გასაზღვრავს ამას? რეცეპტის გამომწერი არის მთავარი, ვინც და შეიძლება იყოს კონკრეტული კომპანიის კლინიკა, ან კომპანიის კლინიკა. სხვა შორის ჩვენ როცა მონიტორინგს ვაკეთებდით, იყო რამდენიმე კომპანიის შიდა ინსტრუქცია, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეულწილად, რომ ესე პირდაპირ და ღიად არა, მაგრამ იყო სტიმულირება საკუთარი იმპორტირებული მაგრამ ეს მედიცინა ესეთი სფეროა, რომ აქ საკამათო ბევრია და ყველა სხვა შოროს და როდესაც კრიტიკული სიტუაცია არის და მეც გამომიცდია საკუთარ თავზე, ექიმი იმ მომენტში ღმერთი ხდება. ხო და რთულია რომ ვინმე ჩაერიოს და ისეთი მიმართულება მიცეს, რომ ცოტა ესეთი რთული თემა არის. მე გეთახმებით ახსოვთ ჩვენ კიდე ერთხელ აი ძალიან ბევრი კეთილსინდისწინები და აბსოლუტურად საპატივცემლო ადამიანი აკუთვნით ჩვენ არ გვაქვს აქცენტი ამ მათზე და მართლებაზე უბრალოდ იმდენად რთული პროცესია ზოგად ჭრილში სურათს და თუნდაც ძალიან ბევრი ისეთი შეიძლება უნიშნელო, მაგრამ არის საკითხები, რომელიც კომპანიებისა და კლინიკების ურთიერთობაზე ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, სწორი რეგულაცია ჩვენ ვფიქრობთ და გამჭვირვალობაა მეტი საჭირო ამ კუთხით, რომ ეს ურთიერთობები იყოს სწორად დანახული, რომ არ დავდგეთ ასეთ გამოწვევების წინაშე. გიორგი, ამ სხვა დაამატება რა გვარ გამორჩენა. გიორგი იყო ვინც იკვლევდა ფარმაციის სფეროს და ორიგინალებთან და ჯენერიკებთან დაკავშირებით გეტყვით, არც ერთი ეს მედიკამენტი არ არის ორიგინალი მედიკამენტი, ყველა ჯენერიკი არის და ამ შემთხვევაში სააგენტო იყენებს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის დროს. მომხმარებლის კუთხით, როდესაც განსაზღვრავთ ბაზარს, რახან ზიანი ამ შემთხვევაში ადგებოდა მომხმარებელს, ეს არის ATC კლასიფიკაციის მეხუთე დონე, სადაც ერთი და იგივე აქტიური ნივთიერების გამოყენებით დამზადებული ყველა მედიკამენტი არის ერთი ბაზარი. შესაბამისად, ყველა ის ჩამონაცვლებელი მედიკამენტი, რაც ბაზარზე მიმოქცევაში იყო, გათვალისწინებული იქნა წილების გამოთვლის დროს და ასე დაითვალა დომინანტური მდგომარეობა. მე შეკითხოს გავაგზავნებ, ანუ თუ 116 მილიონი დაკისრებული ჯარიმა აქედან დიდი და ძირითადი ნაწილი ამ ჯარიმების არის სასამართლოში, მათ შორის ყველაზე მოცულობითი ეს 53 მილიონი 4 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ, რომელიც სასამართლო განხილვებს ელოდება, მათ შორის იყო დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე 5 ნატოფ იმპორტიორი, ნატოფ მიმწოდებელი კომპანიის შემთხვევაში, გარკვეული საქმეები, სადაც გადახდილია ჯარიმა, თუმცა ძირითადი ნაწილი არის ეს არის ჩვენს მიერ დაკისრებული ჯარიმები, რომელიც ელოდება ესე ვთქვათ სასამართლო კონტროლის გავლას და ამის შემდგომ შევა კანონიერ ძალაში მხოლოდ. რაც შეეხება კონცენტრაციებს, ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს, იმისთვის რომ ორი თუ ხდება ბიზნესების გაერთიანება საქართველოს კანონმდებლობით საჭიროა კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოსთან შეტყობინება, თუ ორი კომპანიის ერთობლივი ბრუნვა აღემატება 20 მილიონ ლარს და თითეული არის არანაკლებ 5 მილიონ ლარზე ნაკლები.
ეს ეხება როგორც სხვადასხვა პროფილის კომპანიების გაერთიანებას, ასევე ერთი და იგივე ტიპის კომპანიების გაერთიანებას. იმ შემთხვევაში თუ ხდება ჩვენი გვერდის ავლით აღნიშნული კონცენტრაციის განხორციელება, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ისეთი კარგი მონიტორინგის მექანიზმი, ყოველ კვარტალურად ვიღებთ ინფორმაციას საჯარო რეესტრიდან, სადაც ჩანს აბსოლუტურად საქართველოში რეგისტრირებული ყველა ბიზნესის გაერთიანება, წილის გადაცემა თუ ესე შემდეგ და თუ ამ კრიტერიუმებში ხდება ამ ბრუნვების პარამეტრში და ამასთანავე თუ ისინი არ არიან ურთიერთდაკავშირებული კომპანიები, მაგალითად პირობითად ჩემ დაფუძნებულ კომპანიაში თუ წილი ვიყიდე დამატებით, ეს არანაირად ნიშნავს, რომ აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლია. ან თუ ერთი და იგივე მართვის სტრუქტურაში მყოფი კომპანიები ერთ სუბიექტად ყალიბდება, აქაც პრობლემა არანაირი არ არის, მაგრამ თუ ამ კრიტერიუმებს და ამ ფილტრის გავლის შემდეგ ის ითვლება როგორც შეუტყობინებლობა, აქაც საკმაოდ მკაცრი საჯარიმო სანქციებია, დაახლოებით კომპანიის წინაწლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე მოცულობით, თუმცა ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ეს რეგულირების ნორმა ახალია, 2020 წლიდან არის მსგავსი ტიპის რეგულაცია ჩვენ კანონმდებლობაში, ვითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდე ინფორმირების დონე სათანადო არ არის და ეს შემდეგ, ამიტომ ჯარიმების მოცულობა არის საკმაოდ მინიმალური ამ მიმართულებით. ამიტომ ჯარიმას ვაკისრებთ იმ შემთხვევაში, თუ შეუტყობინებლობა ფიქსირდება. შეუტყობინებლობა ძირითადად ეყრდნობა ფინანსურ პარამეტრებს და ეყრდნობა ურთიერთდაკავშირებულობას. გასულ წელს ჰქონდა დაახლოებით 18 კონცენტრაციაზე თანხმობა გაცემული, ძირითადად იყო FMCG და მშენებლობის და სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული თემები და აქედან დაახლოებით 9 იყო თუ არ ვცდები შეუტყობინებლობა, რომელიც სწორედ ამ ჩვენი მონიტორინგის შედეგად იქნა აღმოჩენილი. წელს დაახლოებით უკვე 9 კონცენტრაციაზე გვაქვს თანხმობა გაცემული, აქ ლიდერობს უკვე სამშენებლო ინდუსტრია და მასთან დაკავშირებული საქმიანობები და ერთი საქმე გვაქვს წარმოებაში, რომელიც FMCG თემას უკავშირდება. FMCG და მშენებლობა არის ბოლო 2 წელიწადში, ესე ვთქვათ, საკმაოდ დინამიურად და გამსხვილებისკენ ორიენტირებული მიმართულებები. სხვა შორის უნდა ვთქვა, რომ გასულ წელს დუდის წარმოების ინდუსტრიაში შემოვიდა საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია, დაახლოებით ჯამურად $100 მილიონი მოცულობით, ეს მაშინ, როდესაც ქართული დუდის კომპანიაში ევროკავშირში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა სვინკელ ჯგუფმა, რომელსაც გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი ბავარია, ინვესტირება მოახდინა ლუდის ინდუსტრიაში და ჩვენ ამაზე დაახლოებით გასული წლის მეოთხე კვარტალში გავეცით თანხმობა და ერთის მხრივ ეს გამსხვილებები აჩვენებს, რომ ის დარგები, სადაც ეს გამსხვილების პროცესი მიმდინარეობს, ინვესტიციებისთვის არის მიმზიდველი და ამ სექტორებში განვითარება დინამიურად და პოზიტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ესე ვუყურებთ გამომდინარე ჩვენი ანალიზიდან ამ მიმართულებით. რაც შეეხება FMCG-ის ნაწილში უფრო დეტალები ხო არა გვაქვს აი ბაზრის დინამიკაზე და მაინც განისნებართვით ბატონო შეკითხვებს ჩავუვლიდი და არ პრინციპში დემპინგზე მოგვიანებით გიპასუხებთ თუ არ არის პრობლემა და FMCG-ზე უნდა გადავსულიყავი ლოგიკურად, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი აქტიური და ძალიან ისეთ მაღალი ინტერესის მქონე სფეროა. ჩვენ 2000 FMCG-ის ბაზრის მონიტორინგი დავიწყეთ გასულ წელს 2023 წელს მეგონი 2023 წელს ეს ბაზარი არის დინამიურად განვითარებადი და მზარდი, ყველა ხედავთ რომ ორგანიზებული ქსელები ყოველწლიურად საკმაოდ აქტიურად იზრდებიან და ასევე არის ბოლო წლებში საკმაოდ დიდი დისკუსია მასთან დაკავშირებით იმპორტიორებს, მიწოდებლებსა და მსხვილ ქსელებს შორის, რომ ხომ არ არის ქსელში შესვლის პირობები მძიმე, ხარჯიანი, იმდენად ხარჯიანი, რომ დაუშვათ ეს გავლენას ახდენს რიგი პროდუქტების ფასწარმოქმნაზე. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ 2024 წლის ანგარიშში შეფასება 2024 წლის მდგომარეობით და ვფიქრობ აღნიშნული შეფასებები საინტერესოა ამ ბაზრის ძირითადი მიმართულებების დასახასიათებლად. კერძოდ ჩვენ ვამბობთ, რომ 2024 წელს FMCG ბაზრის მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 13 მილიარდი ლარი, ეს არის დაახლოებით 9%-იანი ზრდა წინა წელთან მიმართებაში და ეს ბაზარი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი დათვლის მეთოდიკა განსხვავდება სხვა ცნობილი კომპანიების დათვლის მეთოდიკისგან, კერძოდ ჩვენ ვითვლით საქართველოში რეგისტრირებული FMCG კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ DGG-ს ბრუნვა ერთის მხრივ და შემოსავლების სამსახურის ბაზაში არიან ამ მხრივ იდენტიფიცირებულები და ვინც არ არის DGG-ს ბრუნვის დონეზე მიღწეული, ვითვლით აქტიური სალარო აპარატების ჩათვლით. ანუ ეს არის მთლიანი ბაზრის მოცულობა და FMCG-ში ჩვენ არ შეგყავს ფარმაცევტული და საფთიაქო ქსელები, იმიტომ რომ ეს მაინც არ არის კვების პროდუქტები და შედარებით არასტანდარტული პროდუქცია. ამიტომ ამ მეთოდიკის მიხედვით ჩვენ დაახლოებით 13 მილიარდიანი ბაზარი გვაქვს. 13 მილიარდიან ბაზარზე დაახლოებით 3 მსხვილი კომპანიის წილი. ჩვენი ბოლო მონაცემები და 2024 წლის მონაცემებით არის 32% და ეს გაზრდილია 2023 წელთან მიმართებაში. 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი არის
45%-ის ფარგლებში და ესეც 40% იყო 2023 წელს და 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი არის 2024 წელს 55% და 50% იყო 2023 წელს. მთლიანობაში რო ავიღოთ ყველა მსხვილი ქსელი და ასეთ მოწესრიგებული ორგანიზებული ქსელები, მათი წილი დაახლოებით 60%-მდეა მთლიან ბაზართან მიმართებაში. ანუ ჩვენ შეფასებით ამ ბაზარზე ჩვენ დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ აქვს, რომელიც აკმაყოფილებს დომინანტობისთვის საჭირო პროცენტულ მაჩვენებლებს. რო ავიღოთ ყველა აბსოლუტურად მთელი ორგანიზებული ქსელები მთლიანად. კი, ჩვენი დათვლებით ეს არის 13 მილიარდიანი ბაზრის შემთხვევა. და ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ბაზარზე ჩვენ არ აქვს დომინანტი ეკონომიკური აგენტი, კონკურენციაც აქტიურია, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ქსელების განვითარების დინამიკას საკმაოდ აქტიურად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება გამსხვილების ტენდენცია და გასულ წელს ჩვენ საკმაოდ რამდენიმე მსხვილი ქსელის გაერთიანებაზე მივეცით თანხმობა, თუმცა რომ ნახოთ ამ ქსელების გაერთიანების შედეგად მათ მხოლოდ ბაზრის 18% უჭირავთ ჯერჯერობით, ანუ მე პირველი და მეორე კომპანიაც კი რო გაერთიანდეს ამ ბაზარზე, ისინი დაახლოებით ვერც აი 30%-ის 35%-ის ფარგლებში იქნებიან წარმოდგენილები, რაც აბსოლუტურად სტანდარტში ჯდება კონკურენტულ ბაზრის მიმართებაში. დიახ. დიახ, 32. კი. ხო, ანუ უფრო ნაკლები იქნება პირველი და მეორე კომპანიის 32%-მდე იქნება ეს ნებისმიერ შემთხვევაში. თუმცა ჩვენ ხედავთ გამოწვევას და გამოწვევა ძირითადად უკავშირდება დინამიკას, რომელიც ითვლის ქსელში შესვლის ხარჯებს. ჩვენ ბოლო 3 წლის დინამიკა გვაქვს წარმოდგენილი კონკრეტული პროდუქტებთან მიმართებაში, ეს ჩვენ ანგარიში არის მოცემული, თუ მაგალითად კონკრეტული პროდუქტების ქსელში შეტანის შემთხვევაში როგორ არის გაზრდილი იგივე კეშბექის, თაროზე განთავსების, თუ ყველა ის არაპირდაპირი ხარჯი, რომელიც ქსელში განთავსებას უკავშირდება და ზოგ შემთხვევაში გაორმაგებულიც არის. ჩვენ დათვლილი გვაქვს 9 პროდუქტი, ეს არის მაგალითად წყალი, კვერცხი, მზესუმზირისეთი, კარაქი, მაწონი, რძე, წიწიბურა, ბრინჯი და ფქვილი და ამ საშუალო მაჩვენებელი ქსელში შესვლის დანახარჯების არის წარმოდგენილი ჩვენს ანგარიში. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი მაქვს ქსელში შესვლის დანახარჯი, ჩემი მიწოდების ფასი დაახლოებით ამ პროცენტით უფრო მაღალია, ვიდრე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ეს პროცენტული მაჩვენებელი მე არ მექნებოდა. თუმცა ესეც ერთგვარი კონკურენციის შედეგია, რასაც ჩვენ უყურებთ. დიახ. იმპორტის დინამიკა მაინტერესებს, აი მაგალითად ქორუგზალის 9 პროდუქტი, რომელიც არის ძირითადად მოხმარების. ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც საზღვარგარეთ გადმოვიდა პროცესია, აი ესე იგი მიღების ფასი დინამიკა როგორ გაიზარდა ბოლო 3 წლის განმავლობაში. პედაგოგიაში გვაქვს ჩვენ რომ ესა პოსტპანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი ზრდა იყო, თუმცა შემდეგ შაშან წესით უკვე საიმპორტიორის ფასი მნიშვნელოვნად შეცვლა. და ჩვენთვის საინტერესო არის რა საზღვაოს კეთის დროს კონკრეტული პროდუქცი საშუალო ფასი ყოველ პროექტში უგავსების ანალიტიკა რა არის და საბოლოოდ მომხმარების კალათში რო ჩავირო მომხმარების კალათში რო ეს პროდუქტი მოხდა აი მათ შორის პროცენტული მარჟა ჩვენ ესეთი ანალიზი გავაკეთეთ გიორგი 2024 წელს, როდესაც იმპორტიდან ფასამდე დაახლოებით ფასნამატების პროცენტი ჰქონდა მთლიანობაში წარმოდგენილი რა. ეხლა ბოლო პერიოდში გვაქვს ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ სამწუხაროდ აქ არა გვაქვს, მაგრამ ეს ცხრილის ჩვენთან ხელმისაწვდომია, ოღონდ არ არის თქვა ბოლო აპდეიტი. შეგვიძლია ესეც ვნახოთ ამ 9 პროდუქტთან მიმართებაში. 60-დან 150%. სადღაც ესე მერე. იმპორტიდან მოხდა. ოღონდ იქ შედის დისტრიბუციის ხარჯი, იქ შედის. მეორე დინამიკა არის უკვე სამხმარო კალათში პედაგოგების დარღვევა. გასაგები. ხო, იმის ფასი 3 წლის წინ იყო $2 და 3 წლის შემდეგ რა არის? ამ დინამიკაში ეს ორი ისა აქ აღნიშნება იმაშაში ყველაფერს გასაგებია ხარჯის შედის ის რა ქვია ამ
ხალხს ისიც შედის, როცა კეთებით შედის, მოგებად შედის, სხვა საოპერაციო ხარჯები შედის, პრემიები შედის და ესეც. არ უნდა შეშოთებოდეს. ხო. ბოლო განახლება, აი მაგალითად 6 თვის მონაცემიან მაისისთვის მონაცემი რო ავიღოთ. ესე არა გვაქვს, თუმცა გარკვეულ დროს თუ ამ შეგვიძლია გავაკეთოთ. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანი არის ქალაქებისთვის და განსაკუთრებით ეხება პირველად მოხმარების პროდუქტებს და თქვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი თემა არის და ეს სამის პერიოდში რა დინამიკა გვაქვს და ყველას ძალიან ეხლა ეს ბაზარი არ არის კონცენტრირებული განახლებით ყველა რიტეილერი 60% არც რა 60% არ ხდება, რაც კარგია, ხო, უბრალოდ მაინტერესებს კარგად უნდა აღვიქვათ ბაზრის შიდა სტრუქტურა, ხო, და ჯერ გავიგოთ სად ვართ და შემდეგ რა ღონისძიებები შეიძლება მივიღოთ, მაგით კიდე ცალკე ღონისძიებებს ჩვენ ანუ იგივე არ მოხდეს, რაც თქვენ მაგალითად მოიყვანეთ რუსთავის ავტობაზრობაზე, რომ არაფერი არ ეხარჯება და მოგება მიაქვთ. ანუ ფასი რო გაიზარდა ავტოსადგომის, აქაც ისე ხო არ ხდება, აი ეგ არის გამოსავლენი. კი, მესმის აბსოლუტურად, თუმცა მაგ ჩვენ ხედავთ ქსელების განვითარების დინამიკას და ინვესტირება ხდება რეალურად, განსხვავებით პირობითად იმ кейსისგან, აქ ჩვენ ხედავთ, რომ ქსელების განვითარებაში ინვესტიციები იდება და შეიძლება ჩვენც ჩავატარებთ მოკლე კვლევა და გაგიზიარებთ, ხო, აქ კიდევ მნიშვნელობა აქვს, რომ ისა რა ქვია გადახდის ფორმები არის მიმწოდებლების მიმართ 30 დღიანი, 60 დღიანი და ფაქტიურად არის შემთხვევები, რომ ხო, შემთხვევები, როდესაც სამუშაო კაპიტალის გარეშე აკეთებენ ეს კომპანიები ბიზნესს, რომელიც ძალიან კარგია ბიზნესის გაფართოებაც, ყველაფერი, მაგრამ ეს პრობლემები ხომ არ ხდის საბოლოო ჯამში, მივყავართ იქ, რომ საბოლოოდ სამოხმარებო პროდუქტი, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღოს, უძვირდებათ. ამასთან ხო არ მაგვაქვს საქმე. ჩვენ დასკვნებში, ბატონ შოთა, ერთ-ერთ თავარ საკითხად ეს აღნიშნულია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როდესაც ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30 დღიანი თუ 60 დღიანი ვადა და თუ არ ვწდები მინიმალური 45-ია, მაგ 45-ზე ვით არის ყველა დანარჩენი, ხშირად ირღვევა, ან და ეს რეალურად მიმწოდებელ კომპანიას უქმნის ეგრეთ წოდებულ კეშის დეფიციტს, იმიტომ რომ მას შემდგომ დამატებითი რესურსის მოზიდვა შეიძლება უხდებოდეს სხვადასხვა წყაროებიდან, რაც მისთვის დამატებითი ხარჯია. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ბაზარს ვხედავთ როგორც ამ ეტაპზე კონკურენტულად, გარკვეული ძალაუფლების ცენტრი რიტეილის მხარეს არსებობს, იმიტომ რომ ისინი ყიდიან პროდუქტს, ფულს გენერირებას ისინი ახდენენ და შემდგომ მათ გადახდებზე არიან დამოკიდებული ეს მიმწოდებელი კომპანიები. ამიტომ ბუნებრივია ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემატური საკითხია, რაც შეიძლება იყოს ზეწოლის ფაქტორი ფასებთან დაკავშირებით, აი თუნდაც რასაც თქვენ ამბობდით, შეიძლება იმპორტის დონეზე რაღაც პროდუქტი იყოს გაიაფებული, თუმცა შუალედში დამატებითი წელი. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ რა ქვია კვლევის. კარგი საკანონმდებლო ცვლილებებია დაგებული. ხო, ეხლა ჩვენ გვაქვს ფაქტორინგის კანონს ვიღებთ ეს დამატებითი დახმარება იქნება მიმწოდებლებისთვის, რომ მათ შეეძლებათ რომ თავიანთი რისივებალი ასე რომ ვთქვათ ბაზარზე გადაყიდონ და გააკეშონ, მაგრამ მიუხედავად ამისა თვითონ ამ სტრუქტურის ჯაჭვში არის ჩასახედი კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმპორტის წერტილიდან სამხმარულო კალათამდე და დავინახავთ რა მდგომარეობაში ვართ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ძირითადი მოხმარების პროდუქტები, რომელიც არის ეს 10 პროდუქტი, რომელიც თქვენ ძანეთ. ჩვენ მზადა ვართ რა ინფორმაციაც გვაქვს და რა საკითხებიც უნდა დამატებით ვიკლოთ ამასთან დაკავშირებით. კომიტეტთან აქტიურ ფორმატში გავაგზავნოთ და უფრო მეტიც რომ ძალიან კარგი იქნება რომ თუ შევძლებთ რომ ეს 10 პროდუქტი რომელიც არის ძირითადად მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის რომ ონლაინ მონიტორინგი თუ შევძლებთ სად ვართ ეს ყველაზე კარგი იქნება რომ საბოლოო ჯამში სწორი ინფორმაცია მოგცემს საშუალებას რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. კი, გეთახმებით რა. რა პროდუქტებია ეს 10?
ჩამონათვალე. ჩვენ რაც გვაქვს ანალიზი გაკეთებული, ეს პროდუქტები არის ჩამოთვალე, ხო, ეს არის წყალი, კვერცხი, მზესუმზირის ზეთი, კარაქი, მაწონი, რძე, წიწიბურა, ბრინჯი და ფქვილი. ზოგიერთი მთლიანად ადგილობრივი წარმოების პროდუქტია, მაგალითად წყალი, აი ხორცის ფასი. პური შედის ხო? როგორ? პური შედის ხო? ფქვილი შევიტანეთ. ფქვილი. აი აქ გავაგზელებდი ბატონიშვილს თემას. ანუ როგორც თქვენ ბრძანეთ, რიტეილებში შესვლის ხარჯი ეს თაროზე დადება და ეს საკმაოდ დიდი ხარჯია, ხო? როგორც გიოგენზანა, მეგონი 60%-მდე, ხო და? სამ არ. დიახ. და რეალიზაციის შემდეგ დისტრიბუტორი ვალდებულია გარკვეული პროცენტულობით თანხა რიტეილს დაუტოვოს. ეს მაგალითად 3-4 წლის წინ თუ იყო 4 და 5%, მაგალითად წყალთან მიმართებით 20-30%-ის ფარგლებშია. რეალურად იგივე იმპორტის დინამიკას ან წარმოების დინამიკასაც თუ დავაკვირდებით ჩვენ, შესაძლებელია პროდუქციის იმპორტის ან წარმოების ხარჯი იგივე იყოს ან შემცირებული იყოს, თუმცა ყოველწლიურად ახალი ხელშეკრულებების დროს, დადების დროს რიტეილსა და დისტრიბუტორს შორის იმდენად გაიზარდოს დამატებითი წნეხი, იგივე cashback-ის ქსელის ახალ მაღაზიაში შესვლის, რომ დისტრიბუტორს უწევს უკვე ეს პროდუქცია გააძვიროს და საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა, რომ ფასი შემცირდა, მომხმარებლამდე ძვირად მიდის. ანუ ეს მთლიანობაში არის რიტეილის მოგება, წმინდა მოგებაა. კი ბატონო, ხო, აქ მინდოდა ზუსტად ბატონიშვილს დაწყებული საკითხის გაგრძელება, რომ ხო არ ფიქრობთ იმაზე, რომ ამ 10 აუცილებელი პროდუქტზე იყოს რაღაც გარკვეულწილად ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან, რომ მასზე აი ამ 10 პროდუქტზე არ გავრცელდეს მსგავსი ხარჯვითი ნაწილი, რაც თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ ეს პროდუქტი ძვირდება. კი, ეს ალბათ საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა თუ ჩვენ გვინდა მოსახლეობისთვის აი ამ 10 აუცილებელი პროდუქტის გაიაფება, რა თქმა უნდა, მისი გაძვირების პროცესი უნდა შევაჩეროთ, ხო? ანუ ისე არ გაკეთდეს, რა თქმა უნდა, რომ თვითღირებულებაზე აისახოს და ხარისხზე აისახოს შემდგომში ეს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნებისმიერი ტიპის რეგულაცია, რომელიც გარკვეულ ჭერის დაწესებას გულისხმობს და ეს მოხდა მაგალითად გარკვეულ რიგ ქვეყნებში, საბოლოო ჯამში ბაზრის მთლიანობაში გაძვირებას იწვევს, რომ იმის გადატანა ხდება შემდეგ, მაგალითად პირობითად თუ ჭერს დაუწესებთ პირობითად ფქვილ შეიძლება გაძვირდეს შოკოლადი ან შოკოლადი, რომელიც შეიძლება გაორმაგდეს. ანუ ჯამში კომპლექსურად შესაძლებელი საკითხია. დავაზუსტებ აი 60%-ზე და 50%-ზე რაც ხო ლაპარაკი, ეს არის ფასნამატის მთლიანი სურათი იმპორტიდან საცალო ფასამდე, მაგრამ რასაც ჩვენ უყურებთ აი cashback-ების დინამიკა, აი უფრო ციცხადისთვის საკმაოდ საინტერესოა. მაგალითად წყალზე 2021 წელს იყო 22%, ეხლა არის 33%. მაგალითად კვერცხზე იყო 20%, ეხლა არის 24%. ანუ ეს cashback კარგად ამიხსენეთ კიდევ ერთხელ. ეს არის, როდესაც რეალიზაციიდან გარკვეულ პროცენტს ქსელი იტოვებს თავისთან იმისთვის, რომ მან შეგვიშვა ქსელში და სავაჭრო პლატფორმა გამოვიყენეთ ჩვენი პროდუქციის რეალიზაციისთვის. ეს არის ეს დავამატე. ხო, ოღონდ ჩვენ რა პროცენტებიც გვაქვს დათვლილი? ეს არის ჯამური თაროზე განთავსების, ეს არის ქსელში შესვლის გადასახადი, ეს არის cashback, აი უყურეთ, ბოდიშით რა ეს აი ბატონმა ანტონმა სწორად თქვა, რომ ამ სტრატეგიულ 10 პროდუქტზე რომ ეს cashback-ები გავაუქმოთ, ხო შეიძლება მის გაკეთება და მოსახლეობისთვის იაფი იქნება პროდუქტი. გაკეთება ალბათ ყველაფერი შეიძლება, თუმცა თანმდევი ეფექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. შედეგია და ანუ ამით არ მოვახდინოთ ის, რომ ბაზარი ძალიან გავაძვიროთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით ეს სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს cashback-ი არის, როდესაც მომწოდებელი იხდის დამატებით პროცენტს მიწოდებული პროდუქციიდან უხდის რიტეილერს, რომელიც ხო, ვთქვათ, გაყიდა რაღაც წყალი 100 ლარად და აქედან 30 ლარი კიდევ დაუბრუნა უკან, როგორც ეს არის, ხო? და ისა, თუმცა ესეც ჩვენ თეთრებითაც გვაქვს დათვლილი, მაგალითად ეს 33% წყალზე რამდენი თეთრია. ამას მე მგონი აქაც მაქვს. და ეს cashback-ის ეს ნორმალური პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არის, ხო? ყველა ქვეყანაში აბსოლუტურად. ესეც ერთგვარი ჩვენი აზრით ეს ზრდაც ერთგვარი კონკურენციის შედეგია, იმიტომ რომ ყველა კომპანია მიმწოდებელი ცდილობს, რომ თაროზე კარგ ადგილზე მოხდეს და ამისთვის მას უნდა რომ გადაიხადოს უფრო მეტი, მაგალითად, ვიდრე იხდის მისი კონკურენტი. ამის შედეგიც არის, მარტო იმის შედეგი არ არის. აუ, გასაგებია. ქსელიც იყოს, თუმცა ალბათ მერჩენდაიზინგის ნაწილია რა. კი, რაც უფრო ქსელები კიდევ უფრო გაიზრდებიან და ორგანიზებული ბაზარი უფრო დიდი გახდება, ალბათ ეს ნახეთ ორი ნაწილისგან შედგება რიტეილის შემოსავალი.
ეგრეთ წოდებული ფრონტ მარჟა, რასაც მიწოდებულ პროდუქციაზე ზემოთ ამატებს და მეორე ეგრეთ წოდებული ბექ მარჟა, რასაც აი ესეთი ტიპის cashback-ი თუ არაპირდაპირ გადასახადებით უკან იტოვებს და არის კომპანიები, რომლებსაც ერთი აქვთ ნულოვანი და მეორეში აწესებენ მაღალ ფასნამაც და ან პირიქით და შემდგომ რა თქმა უნდა ეხლა განვითარებასაც ხმარდება აღნიშნული მაღალი ფასის ნამატი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ხედავთ რომ ინვესტირება ხდება ძალიან ბევრ კითხვა მაქვს, ხო ეს თქვენ სტრუქტურა აღწერეთ ეხლა და გასაგებია, მაგრამ ჰორიზონტალური იმაში რო გადავიყვანოთ ეს რიტეილის ნაწილი ჰორიზონტალურ კონკურენციაში ამ ათ პროდუქტზე ფასთა სხვაობა ქსელებს შორის თუ გაქვთ შესწავლილი? ეს კონკრეტულად ეხლა მეტნაკლების ხო, ეგ არის უშუალო უყურეთ, რატო გეუბნებით ამას, რომ ესე იგი ბაზრის დინამიკიდან მაგალითად სხვა აღმოსავლეთ ევროპის და ევროპის ქვეყნებში მაგალითად არიან რიტეილერები, რომელიც არის მასიურად მიმწოდებელი რიტეილერი და მისი ფასი მნიშვნელოვნად გასხვავდება, ვიდრე არის სტანდარტული ან პრიმიუმ სახის მიმწოდებელი რიტეილერი. ხო, შესაბამისად, მომხმარებელს აქვს არჩევანი, რომ აი მასიური მიწოდების რიტეილში წავიდეს, ქსელში წავიდეს და იქ აი ჩვენთან როგორ არის, აი ეს არის საინტერესო, ხო ამბობთ რომ 60% არის ქსელური რა ქვია ვაჭრობა. აი აქ არის საინტერესო შესწავლა იმისა, რომ მათ შორის სხვაობები რა ხელა თუ ჩვენ სხვაობები მინიმალური გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია არ მუშაობს. თუ აქ არის მნიშვნელოვანი სხვაობები, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს აქვს საშუალება, რომ ხო აი ამ პროდუქტებზე აი ეს დინამიკაც საინტერესო იქნებოდა. მაგ ალბათ მაინც მაღაზიების რამდენიმე ტიპი უნდა ავიღოთ, ერთი არის მაინც ესე ეგრეთ წოდებული უბნის მაღაზიების ტიპი, სადაც მართლაც CAP-ზე აქცენტი და ფასის კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე ცოტა პრემიუმ ქსელები, სადაც ალბათ კიდევ რა არის საინტერესო, იცით, თუ კი ჩახედავთ უფრო ღრმად, აი თქვენ თქვით, რომ ამ ბენზინგასამართი სადგურების პრინციპში დიდი ქსელების ფასი უფრო ძვირია, ვიდრე მცირე და პატარა. ეს და ამ შემთხვევაში როგორ ვართ, აი ესა ქსელების რო შეადარო, ესა ინდივიდუალურ ერთწერტილიან ან ორწერტილიან ესა გაყიდვის ადგილებს, აქ როგორ აი ესეც საინტერესო იქნება. ამ შემთხვევაში პირიქით გვექნება მოცემული. ხო, ესეც არის სანახავი არის და საერთო ჯამში ხომ მე არ ვეთანხმები იმას კაც რეგულირებას და მე მიმაჩნია რომ თავის ბაზარს კონკურენციის საშუალება უნდა მიცე და კონკურენცია თვითონ გასაზღვრავს მომხმარებისთვის საუკეთესო ფასს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ კარგად გვესმოდეს რა პრაქტიკებთან გვაქვს საქმე და თუ სადმე რამე მავნე პრაქტიკა იმის აღმოხმაზე საფიქრალი არის და ეს რეგულაცია არ არის, ეს არის ბაზრის განჯასაღება და უფრო კონკურენტულარიანობის ახმა ბაზრისთვის. თუმცა არის ბატონ შოთა ჩვენს ანგარიში და ბატონ პარლამენტის წევრებო, რომ ჩვენ არ გვაქვს რაიმე კონკრეტული რეკომენდაცია ამ ბაზარზე, უბრალოდ აღწერილი გვაქვს ბაზრის სტრუქტურა და ეს აჩვენებს რა ხდება დღეს ამ ბაზარზე. თუმცა აი რასაც თქვენ ბრძანებთ, მაგ მხრიდან ჩვენ მზადავართ ამ თემაზე უფრო ღრმად ინდივიდუალური შეხვედრები გავაკეთოთ, რომ პირველ რიგში ესა დიაგნოზი დავსვათ სწორად. და გვინდა ამაზე ვიმუშაოთ, რომ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ იმ ძირითადი პროდუქტები, რომელიც არის ეს 10 პროდუქტი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომ ჩვენ მოქალაქეებს საუკეთესო კონკურენტული ფასები გქონდეთ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მზადავართ ყოველთვის აი შეხვედრად ჩავნიშნოთ და ვიმუშაოთ ამაზე, რომ რაღაც შედეგი მივიღოთ. სტრატეგიული საკითხია, ჩვენ მზადობას გამოვთქვათ. და რეკომენდაციები რაც იქნება, რომ მაქსიმალურად ავსახოთ ჩვენს შემდგომ ანგარიშებში. თქვენის ნებართვით კითხვა იყო დემპინგთან დაკავშირებით და შემდეგი საკითხი ერთ-ერთი დემპინგი გვაქვს, რომელიც ცალკე კანონმდებლობა არეგულირებს ამ მიმართულებას. საწვავის ფასს მიუბრუნდები, რომ ხარისთან დაკავშირებით ჩვენ, ესე იგი ჩვენ ხარისხის საკმაოდ მკაცრი სტანდარტია ჩვენთან საწვავთან დაკავშირებით ევრო 5 და ჩვენ ხარისხობ ჩვენ როდესაც ვაკეთებთ ბაზრის ანალიზს, იქ უშვებთ, რომ საქართველოში თუ რაიმე საწვავი შემოდის და ეს განთავსებულია ბაზარზე, ესე იგი არის ხარისხიანი. თუ მე ხა პირობითად იქ ჩასმის დროს რაღაც გრამებს
აკლებს ან ხარისხი კარგი არ აქვს, ეს უკვე სხვა სტრუქტურის მოქმედების არეალია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესეც სამართლიანი კონკურენციისთვის, იმიტომ რომ არ უნდა კონდეს ვიღაცას განცდა, რომ იაკ ფასი აქვს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი არახარისხიანი პროდუქტის შედეგი. თუმცა დაახლოებით 10%-იან სხვაობაზეა საუბარი, ხო? 10-12%-იანი და რა თქმა უნდა ეს კითხვას გამოიწვევს. თუმცა ეს ნახეთ ეს 25 ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი კომენტარი, რომ მომხმარებელი დარწმუნებული იყოს, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული საწვავი ყველა არის ხარისხიანი. ეს ცალსახად ეგრე უყურებთ ჩვენ ამას და ეგრეა ნამდვილად და კონტროლიც მკაცრია პერიოდულად ინსპექტირებები ხდება. თუმცა ეს 25-54 ცენტებში რო გადავიყვანოთ და სხვა ბაზრებსაც შევადაროთ, დაახლოებით იდენტურია და ეს სხვაობა არის მარკეტინგის, ეს სხვაობა არის თანამშრომლობის, ეს სხვაობა არის ბრენდირების და ეს სხვაობა არის თუნდაც რისკების ჰეჯირების ხარჯების გათვალისწინება და აი მარაგების მართვის შედეგად ერთ-ერთეულ პროდუქცია მიღებული უფრო მეტი ეკონომიის შედეგი. ამიტომ ეს ლოგიკურია და არ არის რაიმე არასტანდარტული ამასთან დაკავშირებით. დემპინგს რაც შეეხება, მე გადავალ დემპინგზე თქვენის ნებართვით. დემპინგის კანონმდებლობა საქართველოში მოქმედებს 2021 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვაქვს 3 кейსი, მათ შორის 2 დასრულებული და 1 მიმდინარე, რომელიც დემპინგთან დაკავშირებით შევისწავლეთ. დასრულებული кейსები უკავშირდება აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკიდან სიგარეტის იმპორტს. ჩვენ ადგილობრივმა ინდუსტრიამ მოგმართა ორივე შემთხვევაში და ორივე შემთხვევაში, როდესაც დავიწყეთ შესწავლა, აღმოვაჩინეთ, რომ სხვაობა რეალური იყო. ანუ რას ნიშნავს დემპინგის მთავარი კრიტერიუმი, როგორ უყურებთ ამას? თუ ხდება პირველი არის თუ დემპინგის მოცულობა, უბრალოდ იმპორტის მოცულობა არის 3%-ზე უფრო მეტი, არსებითი იმპორტს აქვს ადგილი და ასევე დემპინგური ზღვარი აღემატება 5%-ს, მე მგონი პროცენტები არ მეშლება, შეიძლება დაახლოებით 3-5%-ს ფარგლებშია. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი ინდუსტრია თუ თulis რომ პროდუქტი შემოდის თვითღირებულებაზე უფრო იაფად საქართველოში და ეს გავლენას ახდენს ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებაზე. აღნიშნული კანონმდებლობა იძლევა საფუძველს, რომ ჩვენ მათ მოგმართონ და აღნიშნული საკითხი იქნას შესწავლილი. ანუ რა ინტერესი უნდა კონდეს იმპორტიორს, რომ მაგალითად თვითღირებულებაზე იაფად გაყიდოს პროდუქტი. ინტერესი შეიძლება იყოს ბაზრის დიდი წილის დაკავება და შემდგომ საკუთარი დომინანტური მდგომარეობით ამ უფრო მეტი მოგების მიღება. ბატონო ვერაკლი აქ ჩაგერთვებით რა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფაში მისთვის თვითღირებულება. ანუ იმპორტიორს თავისი თვითღირებულება აქვს, ადგილობრივი მწარმოებლის თავისი თვითღირებულება აქვს. გეტყვით ახლა არის ნორმალური ღირებულების ცნება, ნორმალური ღირებულება ითვლება იმ კონკრეტულ ქვეყანაში, საიდანაც ხდება ექსპორტი ჩვენ ქვეყანაში, ანუ ჩვენ შემთხვევაში ექსპორტი რაც არის, მისი სარეალიზაციო ფასი ადგილობრივ საბითუმო მიმწოდებელზე ან მისი საექსპორტო ფასი ჩვენაირი ტიპის მესამე ქვეყანაში. ეს ითვლება ნორმალურ ღირებულებად. თუ ეს ნორმალური ღირებულება უფრო მეტია და ეს 5%-ით უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში საბაჟოზე დაფიქსირებული საიმპორტო ფასი, ეს ითვლება უკვე დემპინგურ ზღვრად. ეს არის პირველი კრიტერიუმი. ამის შემდგომ, თუ ამ ასეთი ფასდაშორის სხვაობის დაწყების პერიოდიდან ადგილობრივი ინდუსტრიის მდგომარეობა უარესდება. და ეს მაგალითად ასახულია დასაქმებულთა შემცირებაში, მაგალითად გაყიდვების მოცულობის შემცირებაში, მარაგების ზრდაში და კიდე ძალიან ბევრი კრიტერიუმია და ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს უკავშირდება, იმიტომ რომ შეიძლება ადგილობრივი წარმოება საერთოდ სხვა ფაქტორების გამო მცირდებოდეს, მაგრამ თუ ეს ერთმანეთთან მიზეშედეგობრივად კავშირშია, ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ ეს არის შესაძლო დემპინგი. დემპინგის პროცედურას ჩვენ ვახორციელებთ შემდეგნაირად, თუ ამ პარამეტრების გავლის შემდეგ ხდება განაცხადის მიღება და დასაშვებადობის და შესწავლის დაწყების გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ ვამზადებთ დასკვნას. ამისთვის ჩვენ გვაქვს 1 წლიდან წელიწად ნახევრამდე პერიოდი და დასკვნას წარუდგენთ მთავრობას და მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას მიიღოს თუ არა ანტიდემპინგური ზომები. ჩვენ დასკვნის საფუძველზე თუ დასტურდება დემპინგი და ადგილობრივი ინდუსტრიის შემცირების მაჩვენებელი, ჩვენ ვაძლევთ დასკვნას, რომ დაწესდეს მაგალითად ტარიფები იმ ზღვის მოცულობით, რა მოცულობის ფასდაშორის სხვაობაც გვაქვს და მაგ დემპინგური ზღვარი თუ არის 5%, ვეუბნებით რომ უნდა დაწესდეს 5%-იანი ტარიფი 5 წლის განმავლობაში. მთავრობა შეუძლია დაგვეთანხმოს, ან არ დაგვეთანხმოს ამასთან დაკავშირებით. თუმცა შესწავლის პერიოდში მიმდინარეობს ძალიან აქტიური კომუნიკაცია, როგორც იმპორტიორებთან, ასევე ადგილობრივ ინდუსტრიასთან და ასევე იმ ქარხნებთან, საიდანაც
ქარხნებთანაც, საიდანაც აღნიშნული პროდუქციის შემოტანა ხდება. ამიტომ ეს არის მოკლედ რო აღწერო ძალიან მარტივად თუ რას ნიშნავს ეს დემპინგის მიმართულება. ჩვენ მქონდა თამბაქო ახსენებდა ორივე შემთხვევაში საკითხი მორიგებით დასრულდა, იმიტომ რომ ჩვენი კომუნიკაციის და შესწავლის დაწყების შემდეგ უზრუნველყვეს სამართლიანი ფასების ფორმირება, ყოველ შემთხვევაში ადგილობრივი ინდუსტრიამ ჩვენ დაგვიდასტურა რომ შესწავლის დაწყების შემდეგ ფასები იქნა გაჯანსაღებული და ბაზარზე ჩამოყალიბდა ასე რომ ვთქვათ სამართლიანი კონკურენციის პირობები. ამიტომ ეს ორი საკითხი არის დახურული. ეხლა რასაც ვახორციელებთ ეს არის ფოლადის და გლინულას შესაძლო დემპინგური იმპორტი ირანიდან და რუსეთიდან. ეს დავიწყეთ ჩვენ წინა წელს ადგილობრივმა ინდუსტრიამ, ორი კომპანია საქართველოში ძირითადად ამ სფეროში მთავარი მოთამაშეები, მათ მოგმართეს და რეალურად რაც ჩვენ ვნახეთ პირველადი შესწავლის შედეგად იყო შემდეგი, რომ ბაზარი მთლიანობაში 2024 წელს იყო გაზრდილი და ეს იყო დაკავშირებული მოხმარების დასთან. საქართველოში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია, მშენებლობა იზრდება და მოხმარების და სწორედ ამას უკავშირდება. მოხმარების დაში მნიშვნელოვანწილად იყო გაზრდილი ირანიდან და რუსეთიდან იმპორტირებული ფოლადის მასალების იმპორტი და დემპინგური ზღვარი, ანუ ნორმალურ ღირებულებასთან შედარებით საქართველოში საიმპორტო ფასი. ირანიდან იყო დაახლოებით 24%-იანი სხვაობა, ანუ დემპინგური ზღვარი შეფასებული იქნა როგორც 24%-ად, რუსეთიდან დაახლოებით 7-9%-ის ფარგლებში. გარდა ამისა, ჩვენ შევაფასეთ ადგილობრივი ინდუსტრიის ფინანსური მაჩვენებლები და ადგილობრივი ინდუსტრიის შესწავლის შედეგად დავინახეთ, რომ ერთი კომპანია საერთოდ ზარალზე იყო და მოგების მაჩვენებლები მკვეთრად ჰქონდა გაუარესებული, დასაქმებასთან დაკავშირებით მონაცემები მეტნაკლებად მყარი იყო, თუმცა რაოდენობრივი გაყიდვები როგორც ფინანსურ, ასევე რაოდენობრივი ჭრილში იყო მნიშვნელოვნად შემცირებული. ეს იყო 24 წლის სურათი. თუმცა ამის შესწავლა ჯერ არ დაცულებულა. მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ბოლოს შემოიღო 420 ლარიანი ტარიფი 1 ტონა ფოლადის ინდუსტრიის შემოტანაზე და პირველადი სურათი ხა 6 თვის მონაცემებს ჩვენ ალბათ ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ და გაუზიარებთ ეკონომიკის სამინისტროსთან და მათ შორის თქვენს. მნიშვნელოვნად არის სურათი შეცვლილი, იმიტომ რომ მკვეთრად არის შემცირებული ირანიდან და რუსეთიდან იმპორტი. გაჩენილია ახალი იმპორტიორი ქვეყანა, ეს არის თურქეთი, იმიტომ რომ თურქეთს აღნიშნული ტარიფი რეალურად არ იხება. ადგილობრივი ინდუსტრიების წილი არის გაზრდილი, თუ ის 2021 წელს იყო 75%, 2024-ში დაეცა სადღაც 45-46%-მდე, თუმცა 2025-ის მონაცემების და 6 თვის მონაცემების სადღაც 53%-მდე ასული ადგილობრივი ინდუსტრიის წილი მთლიანობაში. და ასევე გაჩნდა ერთი ახალი ჩაგეკიტრებით, თუმცა საბოლოო ჯამში მოხმარებელი და ზარალი. რა თქმა უნდა, პირველად მე რომ დამჭირდეს მაგალითად ეს ჩემი სახლის მშენებლობისთვის ან მან თქვენ რომ ბრძანეთ კომპანიებზე მე ვიტყოდი რომ ამიტომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს რომ ჩვენი კომპანიების კონკურენტუნარიანობა გავზარდოთ. ხო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ კონკურენტუნარიანობა გაიზრდება კაპიტალურ ხარჯების გაწევით და მოდერნიზირებით საწარმოო პროცესის და ახალი ტექნოლოგიების და ესე იგი უფრო მნიშვნელოვანი მიდგომა არის რომ თვითონ საწარმოო პროცესის კონკურენტუნარიანობა და პროდუქტიულობის გაზრდა, რაც ახლა თურქეთი რო ავიღოთ და საქართველო ორივე ქვეყანაში ჯართის გამზარდება, შორის ის არმატურა, ხო, არც მათ აქვს საბადოები და არც ჩვენ. თუმცა თუკი ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ შემთხვევაში, რომ მოვეხმაროთ საწარმოებს, რომ გახდნენ ტექნოლოგიურად გადაეწყონ და კონკურენტუნარიანი და პროდუქტიულობა გაზარდოს. ეს მოგვცემს სწორედ იმ საშუალებას, რომ მოხმარებელიც გაიმარჯვოს ამ შემთხვევაში და საწარმოო პროცესიც კონკურენტუნარიანი თანამედროვე გვექნება და ფასის შესაბამისი. კი, გეტყვით. ამიტომ ეს არის დაახლოებით დემპინგთან დაკავშირებული საკითხები. და რა ერთი თემა გვჭირდება მომხმარებლები თუ რა ვიცი რო გვაქვს შეგვიძლია მოკლედ გითხრათ. თუ ანუ მესამე თემა და მიმართულება ეს არის მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ეს პრაქტიკულად ყველა ჩვენთანაც ეხება და საქართველოს ყველა მოსახლეობას. აქაც პრაქტიკულად დელეგირებულია ფუნქციები, იმიტომ რომ საფინანსო სექტორში, ენერგეტიკის სექტორში, კომუნიკაციების სექტორში და დაზღვევის სექტორში ამ სფეროს მარეგულირებლები იცავენ მომხმარებელთა უფლებებს. ყველა დანარჩენში არის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. 2022 წლის ნოემბრიდან დავიწყეთ, ამ დროისთვის დაახლოებით 2000-მდე განაცხადი გვაქვს განხილული ჩვენი მომხმარებლების, რომლებმაც მოგმართეს, რომლებმაც ან ონლაინ იყიდეს პროდუქცია, ან ფიზიკურად იყიდეს პროდუქცია და შემდეგ აღმოჩნდა ეს პროდუქცია ან
მათი ინტერესების არაშესაბამისი, ან შეიძლება აღწერილი იყო სხვანაირად და უბრალოდ სხვა მახასიათებლების მიიღეს, ან მაგალითად აღმოჩნდა წუნდებული და ესე შემდეგ. ასეთ დროს თუ მომხმარებელი ვერ თანხდება მოვაჭრესთან და ის არ უცვლის პროდუქტს, ან თანხას არ უბრუნებს, ან ნებისმიერ ასეთ ქმედებას არ ახორციელებს, კონკურენციის და მომხმარებლების დაცვის სააგენტო შეუძლია მომართოს და ჩვენ ერთი თვის ვადაში ვიღებთ გადაწყვეტილებას. მანამდე იყო მხოლოდ სასამართლო ბერკეტი და სასამართლო გრძელდებოდა დიდხანს და იყო ხარჯიანი პროცესი. ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენთან ურთიერთობა არის აბსოლუტურად ხარჯის გარეშე, უფასო, 15-20 ცხელი ხაზის საშუალებით შესაძლებელია მიღებული იქნას ნებისმიერი განაცხადი და გადაწყვეტილება. ეხლა შედეგებს რაც შეიძლება 2000 განაცხადიდან 70% არის ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ონლაინ ვაჭრობა გამოირჩევა იმით, რომ ფიზიკურად ვერ კი, აბსოლუტურად ეგ არის, იმიტომ რომ დასაცმელს როცა ვყიდულობ და ფიზიკურად მაღაზიაში ვყიდულობ, შემიძლია მოვიზომო, ფერი ვნახო, ზომა ვნახო, ხელი შევეხო თუ ესე შემდეგ, იგივე ტექნიკასთან მიმართებაში, ონლაინ ვაჭრობის დროს მაინც აღწერილობაზე ვართ საბოლოო ჯამში დამოკიდებული. ამიტომ ეს მსოფლიოში ეგრეა, ჩვენთანაც ეგრეა, თან ონლაინ ვაჭრობა ძალიან იზრდება, ამიტომ 70% მოდის ონლაინ ვაჭრობაზე. ყველაზე ხშირად მაინც ტანსაცმლით და ტექნიკით ვაჭრობა არის, ყველაზე ხშირად რაზეც პრეტენზია აქვს მომხმარებელს და მეორე არის მიწოდების სერვისები, ანუ მაგალითად ნივთი უცხოეთიდან გამოვიწერე ან ადგილზე გამოვიწერე და მოვიდა დაზიანებული ან დამიკარგეს ან რაღაცა მსგავსი მოხდა და ამ დროს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ან ნივთის ღირებულება უნაზღაურდეს, ან ნივთი ჩამოუტანონ, ჩაუნაცვლონ, ან მსგავსი ტიპის შემთხვევები. თბილისია ლიდერებში 80% თითქმის, იმიტომ რომ სავაჭრო ობიექტებიც აქ არის და მოსახლეობაც ძირითადად მეტი ინფორმირების ხარისხი აქ არის და ყველაზე ხშირად რასაც ითხოვს მომხმარებელი არის თანხის უკან დაბრუნება, ანუ მას უნდა რომ გავიდეს ხელშეკრულებიდან, თავი პროდუქტი დააბრუნოს და ასე რომ ვთქვათ, თანხა მიიღოს უკან და ჩვენ ძალიან ხშირად, აი ხო 2000 ვახსენე, მაგრამ 2000 განაცხადის მიღმა, როდესაც პირველი კომუნიკაცია დგება და როდესაც ჩვენ მოვაჭრეს ვეუბნებით, რომ იცით, აი ესეთ პრეტენზია თქვენს მიმართ, ხშირად შესწავლამდეც არ მიდის საქმე, როდესაც თანხის უკან დაბრუნება ხდება და ეგ საკითხი, ასე რომ ვთქვათ, ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან კარგად მოქმედებს და დაახლოებით ჩვენი დათვლებით რაც აგვაქვს, $1,000,000 ლარზე მეტია ის თანხა, რაც ჩვენი ჩარევის შედეგად უკან დაუბრუნდათ მოვაჭრეებს წლიურად, ხო? წლიურად მოვაჭრეებისგან მომხმარებლებს და ჩვენ ერთი кейსი გვქონდა 2023 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ხდებოდა თვითების იმპორტირება, ისე რომ მომხმარებელს პრაქტიკულად არაცნობებს გაუზარდეს გადაზიდვის საფასური და თუ პირობითად აი ამ ნივთის ჩამოტანა ჯდებოდა 5 ლარი, უცებ გახდა 15-20 ლარი, იმიტომ რომ არა მარტო წონით, არამედ დაუთვალეს მოცულობებით და მაშინ მოგმართა ძალიან ბევრმა მომხმარებელმა და მხოლოდ მარტო ამ кейსში დაახლოებით 3000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს 250,000 ლარზე მეტი ზედმეტად გადახდილი თანხა უკან დაერიცხათ კომპანიისგან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სამი მექანიზმი. ერთი, როდესაც შესწავლას ვიწყებთ, შეგვიძლია კომპანიას შევთავაზოთ პირობითი ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ თუ მომხმარებელთა უფლებებს აღადგენ, ანუ თანხას უკან დაუბრუნებ, ან მის გამოუცვლიან შეაკეთებ და გააუმჯობესებ შენ სავაჭრო პოლიტიკას, რამაც პრობლემა გამოიწვია, ასეთ შემთხვევაში შესწავლა შეწყდება და საკითხიც ამოწურული ხდება. მეორეა, როდესაც დარღვევას უდგენთ და კიდე გონივრულ ვადას ვაძლევთ, რომ დაჯარიმებამდე არ მივიდეს საქმე. ეს გონივრული ვადა როგორც წესი 1 თვე 2 თვის ფარგლებშია და ბევრი ესეთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც კომპანია დამრღვევია, მაგრამ მას აქვს შანსი, რომ გამოასწოროს და ჯარიმა არ დაეკისროს და მესამე შემთხვევა, როდესაც მომხმარებლებს ვეუბნებით, რომ თქვენ არ ახართ მართალი, არ ეხება ეს ჩვენ საქმეს. 90% მომხმარებელთა სასარგებლოდ არის ჩვენს მიერ განხილული საქმეები გადაწყვეტილი და დაახლოებით 60%-ზე მეტია პირობითი ვალდებულებების ხელშეკრულებები, იმიტომ რომ ბიზნესიც და განსაკუთრებით ეს ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, მსხვილი ბიზნესს. აღნიშნული საკითხი მოწესრიგებული აქვს და მომხმარებელთა კმაყოფილება მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მათ ჩვენ ვეხმარებით, რომ სავაჭრო პოლიტიკაც გააუმჯობესონ, თუ რამე ჭირდებათ ინფორმირების კუთხით მაქსიმალურ ინფორმაციას ვაძლევთ და ამასთანავე დარღვევის პრევენციაზე ვემუშავებით საბოლოო ჯამში. თუმცა არის მაინც გარკვეული საკითხები, ჯარიმები პროცენტულად დიდია, მაგრამ დაჯარიმებამდე, ასე ვთქვათ, მსხვილი ბიზნესი და საშუალო ბიზნესი ჯერჯერობით არ მისულა და დაახლოებით 100,000 ლარია, ხო? თლიან ჯამში ეს არის ზედმეტად ფიზიკური პირები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვაჭრობენ და იქ რაღაცა პირობებს ვერ ასრულებენ, ზოგადად ესეთ ტიპები მიდიან ჯარიმებზე. აი დაახლოებით კიდევ რო არ გავაგრძელო უფრო მეტად, კიდევ ბევრია სასაუბრო ამ მიმართულებით. კომენტარს გავაკეთებ თან. კითხვის სახითაც იქნება. ჩვენ საუბრობდით
სამედიცინო ჰოლდინგური კომპანიების ვერტიკალურ ზრდაზე და რატომღაც ეს კონტექსტი, ეს თემა ყოველთვის მოიხსენიება ხოლმე თითქოს ნეგატიურ კონტექსტში. თუმცა მე ვთვლი, რომ ეს არ არის ნეგატიური, პირიქით ამას უნდა შევხედოთ ჩვენ პოზიტიურად, რადგან ბიზნესი ვითარდება და ნებისმიერი ბიზნესი ცდილობს თავისი ამონაგები რეინვესტირება მოახდინოს მისი პროფილური ბიზნესის მონათესავე ბიზნესში. ანუ თუ ფარმაცევტულმა კომპანიამ გახსნა კლინიკა, ამას პირიქით პოზიტივში უნდა შევხედოთ, რადგან კონკურენციის შემთხვევაში მოხდება გარკვეული ფასების კლება ისევ და ისევ მოხმარებლების სასარგებლოდ. ანუ ეს არის იმის ანალოგია, რომ რითეილმა მაგალითად დიდმა ქსელმა გახსნას სპურის ქარხანა, ან მაკარონის ქარხანა, ან თუნდაც მშენებელმა კომპანიამ გახსნას ბლოკის საწარმო. ანუ ეს realობაში მათ დანახარჯებს და ფასის ფარგლებში საბოლოო პროდუქტის ქმნის მეტ კონკურენტ უნარიანობას და ამიტომ ჩემი თხოვნა არის რომ აი სამედიცინო ჰოლდინგების ზრდის ფარგლებში უფრო პოზიტიურ კონტექსტში გადავიტანოთ, რადგან მომხმარებლისთვის ყოველთვის რა თქმა უნდა მტკივნეულია, იმიტომ რომ ეს ჯანმრთელობას ეხება და მთლიანობაში კიდევ მინდა გავიმეორო, რომ მე აქ ცუც ვერაფერს ვერ ხედავ, რადგან კომპანიები თავის ამონაგებს ისე დებენ ბიზნესში, ფული არ გააქვთ გარეთ და პირიქით ახდენენ რეინვესტირებას. მადლობა. Შეიძლება დაგეთახოთ მაგ კონტექსტში ჩვენ არანაირად ასეთი ტიპის აქტივობას არ ვაფასებთ როგორც ნეგატიურად, ბიზნესი მსხვილდება და პირველი პოზიტიური ფაქტორი მაგ არის, რა თქმა უნდა, ეფექტურობა უფრო მეტი და რეალურად კარგი კონკურენციის პირობებში ესეთი ტიპის გამსხვილებებს შეუძლიათ უფრო შესაბამის და სამართლიან და უკეთეს ფასად მიაწოდონ მომხმარებელს შესაბამისი სერვისი თუ მომსახურება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჰოლდინგური ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური გაერთიანებები თუნდაც სამედიცინო ბიზნესში არის პრობლემის მატარებელი. უბრალოდ ჩვენ რეკომენდაციებიც რომ ნახოთ ბატონო ანტონი, ჩვენ დავსვით პირველი რიგის საკითხები, რომელიც უნდა გადაიჭრას, რომ ბაზარი უფრო კონკურენტული იყოს და მეორე რიგის საკითხები. იქ მეორე რიგის საკითხებშია გადატანილი ჰოლდინგური ჯგუფების პრობლემა, ამიტომ რომ ამას შეიძლება ძალიან პოზიტიური ეფექტიც ჰქონდეს. უბრალოდ შევაფასეთ ერთი რამ, თუ ესეთი ჰოლდინგური ჯგუფი კომერციული ინტერესს პირველ პლანზე აყენებს და მეორე მხარეზე გადაყვანილი მაგალითად პაციენტის საუკეთესო შეთავაზების და არჩევანის უფლება, ეს ხდება უკვე კონკურენციის თვალსაზრისით პრობლემა თუ არა. სხვა მხრივ არანაირი პრობლემა ამ კუთხით არ არის. იგივე შემიძლია გითხრათ რიტეილ ქსელებთან მიმართებაში და უფრო მეტიც. შეიძლება კომპანია იყოს დომინანტი, მაგალითად ქონდეს 40%-ზე მეტი ბაზარზე. ესეც არ არის პრობლემა, თუ ის ამ მდგომარეობას არ იყენებს მომხმარებლის ან სხვა მცირე კონკურენტების წინააღმდეგ. ჩვენ სწორედ ამას ვაფასებთ, რომ თავისთავად კომპანია შეიძლება 80%-იც კონდეს ბაზარზე, 60-ით, 70-ით, მაგრამ დომინანტი კომპანია არ ითვლება ნეგატიურ ჭრილში განსახილველ ეკონომიკურ სუბიექტად. ისევე როგორც აბსოლუტურად ვიზიარებ იმას, რომ ჰოლდინგური ჯგუფები არ შეიძლება ამ ჭრილში იქნას განხილული. უბრალოდ თუ არჩევანის დროს თავარი ხდება კომერციული ინტერესი და არა პაციენტის საუკეთესო ინტერესი, აი აქ შეიძლება გქონდეს ჩვენ კითხვები, როგორც ამ მიმართულების მარეგულირებელ უწყებას. სხვა მხრივ აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს პოზიციას და თქვენს აზრს. და ამ ჩვენს ვორდინგში არასდროს არ ვიყენებთ ნეგატიურ ჭრილში რაღაც აი პოპულიზმისთვის, მოკლედ არა ვართ ჩვენ ვის უწყება, რომელიც პოპულიზმით საუბრობ პირიქით აბსოლუტურად დასაბუთებულად და ძალიან დიდი დრო ჭირდება მოკლედ ჩვენს გადაწყვეტილებებს და კვლევებს და ხშირად მომჩივანი კომპანიები გვსაყდურებენ ხოლმე რომ აი ფიქრეთ რატო ვერ რეაგირებთ რაღაც, იმიტომ რომ თუ არ მოხდა შეკვრა кейსის და ძალიან ბევრი საკითხის განხილვა ყველა მხარის ჩართულობით აბსოლუტურად ისე ბუნებრივია ჩვენი გადაწყვეტილება არ იქნება სათანადოდ დასაბუთებული. მადლობთ. ხომ არ გვაქვს რამე კომენტარები? მადლობა პირველ რიგში მადლობა ასეთი სრულყოფილი ანგარიშისთვის და ანალიზისთვის. ასევე მინდა თქვენ გუნდს მოუხადო მადლობა. ძალიან საინტერესო დისკუსია გქონდა. მიმაჩნია რომ უნიშნულოვანესი სააგენტოა კონკურენციის და მოხმარების დაცვის სააგენტო და ჩვენი მიდგომა არის რომ კონკურენცია არის სწორედ ის რაც ყველაზე მნიშვნელოვნად ეხმარება მომხმარებელს რომ საუკეთესო პროდუქტები და საუკეთესო სერვისები მიიღოს. საერთო ჯამში კონკურენცია ქმნის ახალი იდეებს, ახალი იდეები ქმნიან ახალ შესაძლებლობებს და ახალი შესაძლებლობები ქმნიან საბოლოო ჯამში წარმატებულ ქვეყანას და ჩვენი მიდგომა არის კომიტეტის ფარგლებში რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ქვეყანაში ჩანსახ კონკურენციას, რადგან ეს არის გზა, რომელიც
საუკეთესო შედეგებს მოგცემს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომხმარებლისთვის და მადლობა კიდევ ერთხელ